გამარჯობათ ხალხო, მოგესალმებით. საქართველოს დაბადება 9 წლის ფორმატით. და ჩემი დღევანდელი სტუმარია ბატონი მალხაზ გულაშვილი. Media Holding Georgian Times-ის დამფუძნებელი ხელმძღვანელი ჟურნალისტი და ჩემი ძირითადი სასაუბრო თემა მინდა იყოს შემდეგი რამ. მედიის და ბატონ მალხაზს ჰქონდა ურთიერთობა საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლებასთან სხვადასხვა დროს. ამ ხელისუფალთა ურთიერთობა მედიასთან რაღაც თვალსაზრისით ის სირთულეები, რომელიც ამ პროცესში ყოველთვის არსებობდა საქართველოს რეალობაში და მისი ეგრეთ წოდებული ესე რომ ვთქვათ სკანდალური საქმე, როცა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ის დააპატიმრეს. და შესაბამისად ის გარემო, რასაც ის გადააწყდა ამ პროცესში მიხეილ სააკაშვილის მართლმსაჯულება. ნაციონალურ მოძრაობის პერიოდის ყოველ შემთხვევაში. დიდი მადლობა ბატონ მალხაზ რომ ხართ ჩემი სტუმარი და შორიდან დავიწყებ თქვენთან საუბარს. იმიტომ რომ მე ვიცი რომ Georgian Times-ი მიუხედავად იმისა რომ მე არ საკითხებით უფრო მიხეილ სააკაშვილის პერიოდში დავინტერესდი და მაშინ მოგაქციეთ ყურადღება მაშინ გავიგე თქვენი არსებობის შესახებ, თუმცა Georgian Times-ის ისტორიაც უფრო ადრე იწყება დიდი ხნით. და თქვენი საჯარო ცხოვრების პერიოდიც უფრო ადრე იწყება და მოდი მივიდეთ ამ 9 წლის პერიოდამდე და იმ სასაუბრო თემამდე რაც მე დავასახელე. მე მინდა რომ აი პირველი შეკითხვა იყოს გამხსნელი იმ გაგებით რომ როგორ მიხვედით 90-იან წლებში გაზეთის კი არა Georgian Times-ის დაფუძნებამდე. ეროვნული მოძრაობაში 1997 წელს შავები ჯარიდან რომ ჩამოვედი მალევე ჩემი ლექტორი იყო გიზო კორძაძე, რომელიც იპეიში ასწავლიდა მაშინ ქართულ ენას და გიზო კორძაძემ შემომთავაზა ეროვნულ მოძრაობაში, რომ აქტიური მონაწილეობა მიეღო და ჩავერთე მაშინ 97 წლიდან ძალიან აქტიურად მონაწილეობდი და ჩვენ შევქმნით ეროვნული სამართლიანობის კავშირი, ჩვენ თანამოაზრეებთან ერთად, მის თავმჯდომარე იყო ირაკლი შენგელაია და მაშინვე დავიწყეთ გაზეთების გამოცემა. ამოვცებდით გაზეთს უწყებანს, რომელიც 97 წელს ალბათ წარმოდგენა უნდა გქონდეთ, რას ნიშნავს გაზეთის გამოცემა, როგორ გამოიცემა. გაგანია საბჭოთა კავშირია ჯერჯერობით. და გამოვეცთ ასევე გაზეთები დღეს და უწყებანი. ესა მეორნე. თვითონ უწყებანს და დღეს რედაქტორობდა ირაკლი შენგელაია. მე ვიყავი დირექტორი ამ გაზეთის. ეს იყო როტოპრინტზე ამობეჭდილი გაზეთები, რომელიც საკმაოდ კარგად იყიდებოდა მიუხედავად იმისა, რომ დისიდენტური ლიტერატურა იყო. ვინ აფინანსებდა ასეთი გაზეთების გამოცემას? გაზეთი თავის თავს თვითონ აფინანსებდა და რა თქმა უნდა, მყავდა მხარდამჭერები, სხვადასხვა ბიზნესით დაკავებული ადამიანები, სხვადასხვა წვრილი მეწარმეები, მაშინ რომლებიც იყვნენ წარმოშობილი და შემოწირულობებით საზრდოობდა ძირითადად ესეთი გამოცემები. ამას საიდუმლოდ ბეჭდავდით, ამის დაბეჭდვა ესე პირდაპირ არ შეიძლებოდა, სტამბა ამას არ დაგიბეჭდავდა და შესაბამისად მთელი საიდუმლო სტამბები ჰქონდა, სადაც ამას ბეჭდავდით ყველაფერს და ვავრცელებდით საკმაოდ ეფექტურად და ინტენსიურად. მე ვიყავი ამის დირექტორიც, ამ გაზეთის გამავრცელებელიც, ყველაფერი მე ვიყავი ამ გაზეთის და შეიძლება ითქვას ძალიან პოპულარობით სარგებლობდა მაშინ ეს დისიდენტური გამოცემები იყო ალტერნატიული ხედვა რა თქმა უნდა ეხლა 87 წელს დავწერდი ჩვენ რომ გამომარჯოს კომუნისტური პარტია თქვენ ახსენეთ რომ ისო რა ქვია გპ-ის უკავშირდება თქვენი აქტივობა რაღაც თვალსაზრისით გპ-ში ვსწავლობ საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში გავრცელებულია ერთი ჭორი ზოგადად და მინდა რომ თქვენ როგორც გპ-ის პერიოდის სტუდენტს იქნება იცოდეთ ამის შესახებ რამე რომ ეროვნული მოძრაობის წევრებს მიტინგი ჰქონდათ და ამ მიტინგის დარბევა მოხდა მათ შორის დღევანდელი პოლიტიკოსების მონაწილეობით. ეს ფაქტი მე ბევრჯერ გამიგია თავის დროზე და თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით არსებობდა თუ არა ასეთი შემთხვევა? ესეთი შემთხვევა იყო ნამდვილად მერაბ კოსტავა იყო მოსული და ადგილობრივ კონკავშირლებს და პარტიულ ნომენკლატურას ჰქონდათ დავალება, რომ რადგან არ უნდა დაჯდომოდა, იქ არ უნდა მოხდარიყო არავითარ შემთხვევაში დაშვება, რომ მერაბ კოსტავას გპ-ის ტერიტორიაზე ჩაეტარებინა მიტინგი. და იქ მოხდა მცირედი შეხლა-შემოხლა.
მაგრამ ის ვინც დღეს პოლიტიკაში მონაწილეობს, მე არ მახსოვს. შეიძლება ვიღაცამ ნახა იქ, მაგრამ მე პირადად ნამდვილად არ მახსოვს, რომ იქ ვინმე მონაწილეობდა და ან ვინმეს ხელს ურტყამდა. ნამდვილად არ მახსოვს ახლა, როცა არ მახსოვს, ვერ ვიტყვი, რომ გინდა თუ არა, ტყუილს ვერ ვიტყვი. შეიძლება ვიღაცამ ნახა, მე პირადად არ მინახია. მე ვიყავი იქ შუაგულში ვტრიალებდი და ეხა ერთ-ერთი ლიდერი ვიყავი ამ სტუდენტური მოძრაობის, არა მარტო გპ-ში, არამედ ზოგადად მთელი საქართველოს მასშტაბით. და დამყავდა სტუდენტები სხვადასხვა ინსტიტუტების, სხვადასხვა ეკლესია მონასტრების აღდგენაზე, დავითგარეჯში სხვადასხვა ინსტიტუტები დამყავდა, როცა დავითგარეჯის საკითხი გამწვავდა, მაშინ და შეიძლება ითქვას მთელი ეროვნული მოძრაობაც შემდეგ ამ სტუდენტების ირგვლივ აგორდა და შეიქმნა და ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა რომ ძალა შეიძინეს, სწორედ სტუდენტური მოძრაობის ძალა იყო ეს, იმიტომ რომ ახალგაზრდობის გარეშე ისე ვერაფერს ვერ გააკეთებდნენ. გარდა მაგისა იყო ესეთი წარმოდგენა, რომ უნივერსიტეტი მართავდა პროცესებს. და უნივერსიტეტში იყო ეს დათო ტურაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, ნიკო ნიკოლოზიშვილი და დათო ტურაშვილი, თედო ისაკაძე. ეს ხალხი იყვნენ უნივერსიტეტის პრეს-კლუბი. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სადისკუსიო კლუბი, ოღონდ როგორ მოხდა ამის ჩამოყალიბება. როდესაც უნივერსიტეტთან აქციები ტარდებოდა, უყურებდი, რომ ყველა, ვისაც ვხედავდი, ყველა იყო გპ-ის სტუდენტი აბსოლუტურად. ანუ ძირითადად იდგა გპ-ის სტუდენტობა უნივერსიტეტთან. ამათ კითხვა დაუსვიმე ყველას. კი, მაგრამ მეთქია უნივერსიტეტში რო ვდგევართ მეთქი, ჩვენი ინსტიტუტი არა გვაქვს მეთქი, ჩვენი ინსტიტუტთან ვერ დავდგებით მეთქი და მე შევკრიბე ეს ყველა ხალხი აქტივი, ყველას უთხარი, ვისაც ვიცნობდი და შევკრიბე ქიმიური ფაკულტეტის ერთ-ერთ აუდიტორიაში, ყველაზე დიდი აუდიტორია იყო. მაშინ გამოჩნდნენ გია ბარამიძე, კობა ხაბაზი და ეს ხალხი, ვინც მამუკა კაცტაძე და სხვები და მაშინ გადავწყვიტეთ, რომ ჩამოგვეყალიბებინა სადისკუსიო კლუბი, სადაც ინტერპარტიული წარმონაქმნი იყო, სხვადასხვა პარტიებში იყვნენ და ჩამოვაყალიბეთ ეს სადისკუსიო კლუბი, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა შემდეგ გპ-ის განვითარებაში და გპ-ის ფორმირებაში დღევანდელი სახით როგორც არის მაშინ. და შეიძლება ითქვას, რომ გპ-ი მაიღო შემდეგ უკვე თავის თავზე ძალიან ბევრი ინიციატივა და უნივერსიტეტი თავის აქციებს ატარებდა და გპ-ი თავის აქციებს ატარებდა და ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ დიდი როლი შევასრულეთ ამ თვალსაზრისით. მათ შორის 9 აპრილის გაფიცვაშიც 4 აპრილიდან რო დავიწყეთ გაფიცვა, გავფიცეთ მთელი საბურთალოს რაიონი, ეს ეროვნული ხსნის კომიტეტში შევდიოდით მე და მამუკა კაცტაძე. გავფიცეთ რას ნიშნავს? გავფიცეთ, დაუმორჩილებლობა გამოაცხადეთ 9 აპრილის. ხო, რა თქვენ სტუდენტები ხართ? ჩვენ სტუდენტები რო ვართ, შევედით ეროვნული ხსნის კომიტეტში. კი ბატონო, მაგრამ აი რა ზეწოლის მექანიზმი არის? სადაც იყო გამოაცხადოს? ჩვენი ავტორიტეტი იყო უბრალოდ და გვიჯერებდნენ, მათ შორის მარნეულის რაიონი გავფიცეთ. მარნეულის რაიონი 21 წლის ახალგაზრდა ბიჭს ისეთი ავტორიტეტი ჰქონდეს, რომ მარნეული გაფიცოს. ნუ ჩვენ წარმოედგინე რომ ჰქონდა. ხო და რაზე იდგა ეს ავტორიტეტი? აქტიურობაზე იდგა, ჩვენს პოზიციაზე იდგა, ჩვენს ეროვნულობაზე იდგა, ჩვენ მანამდე მარნეულში სოფლებს სახელი გადავარქვით, ქართული სახელები უწოდეთ, აღმაშენებელი და წერეთელი სახელები უწოდეთ მანამდე მარნეულში და მარნეულის რაიონთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. მე თვითონ წერაქვის სამონასტრო კომპლექსის აღდგენას ვახორციელებდი წლების განმავლობაში და წერაქვის სამონასტრო კომპლექსი ახლა ფუნქციონირებს ჩვეულებრივად. მარნეულის რაიონზე ჰქონდა შეფობა აღებული გპ-დან. უნდა ითქვას, რომ გარდა ამისა, საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა იქაურ ადგილობრივ ქართველებთან და საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა იმ თვალსაზრისით, რომ ამ ჩვენ ეროვნულ იდეებს, რაც ჰქონდა პლასტუნკაში იქნებოდა წიგნების მიწოდება ქართველებისთვის, საინგილოში ჩავდიოდით, ხშირად ხვდებოდით იქაურ მოსახლეობას, ჩაქონდა წიგნები და ასე შემდეგ. ეს ახლა იმ წლებში ცოტა რთული წარმოსადგენია, მაგრამ ესე იყო 87-88 წლები იყო ეს აქტიური პერიოდი ამ თვალსაზრისით. ნუ ამ პერიოდში მე რასაც ვაკვირდებით, თქვენ პოლიტიკოსობას აპირებთ, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოვა, რომ ჟურნალისტობა გამოგივიდა. პოლიტიკოსობა არასოდეს არ დამიპირებია, მართლა გეუბნები და არც სურვილი არ მქონდა. უბრალოდ ჩემს სამშობლოზე ყოველთვის გული შემტკიოდა
და ჩემი მოქმედებები იყო ყოველთვის მიმართული იქითკენ, რომ რამე ქართული კარგი საქმე გავგვეკეთებინა და ამ საქმეებს ვაკეთებდით ძირითადად. ტექნიკურ უნივერსიტეტის გარდაქმნაც ჩემი იდეა იყო. ერთ-ერთ გაზეთში კომუნისტი გამოდიოდა, მაშინ გაზეთი წავიკითხე, რომ ტალინის პოლიტექნიკური ინსტიტუტი გადაკეთდა ტექნიკურ უნივერსიტეტად. და შევედი რექტორთან, გოჩა ჩოგოვაძე იყო მაშინ რექტორი და უთხარი, რომ ესეთი ამბავია მეთქი რა, გვინდა მეთქი, რომ როგორმე ჩვენს გადმოვიღოთ ეგ კარგი მოსაზრება მეთქი და მიზანი რა იყო, რომ მაშინ მოვიდა მოწვევა ჩვენს პარტიაზე, ეროვნული სამართლიანობის პარტიაზე, კავშირზე. სანდერსისი იყო ესეთი პიროვნება, ესტონეთის დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარე და მან დაგპატიჟა, რომ ჩამოდით აქ იკრიბება მთელი დისიდენტური საზოგადოება, ყოფილი იმჟამინდელი საბჭოთა ქვეყნების. ხო და ირაკლი შენგელაიამ გითხრა, რომ მე ფული არ მაქვს და ვერ წავალ და თქვენ თუ გინდა წადითოთ. მათი მე უთხარი მე ვიშოვე მეთქი, მაგ ფულს მეთქი და ტექნიკურ გპ-ის რექტორს უთხარი, რომ წავიდეთ მეთქი, რომ იქ შევისწავლოთ მეთქი ეს ყველაფერი. და მე მერაბადეიშვილი, არჩილ მოწონელიძე, მამუკა ხაზარაძე, მაშინ მამუკა ხაზარაძე იყო კონკავშირის დივანი ერთ-ერთი ფაკულტეტის და აქტიურად ემზადებოდა, რომ გახდებოდა კონკავშირის დივანი მთლიანად მთელი გპ-ის. და გია სიმონია იყო ასევე ოპოზიციიდან, ანუ სტუდენტობის მხრიდან, მე და გია სიმონია ვიყავით და წავედით მაშინ ტალინში ჩავედით, შევხვდით ამ რექტორს ტალინის პოლიტექნიკური ინსტიტუტის და ტალინის პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორმა მოგცა ეს მთელი თავის კონცეფცია, როგორ გადააკეთეს, ასე შემდეგ, ასე შემდეგ და მე პარალელურად ვიხეირე იმით, რომ ტალინში ვიყავი ჩასული და დავესწარი ამ ყრილობას მთელი საბჭოთა კავშირის დისიდენტების საქართველოს მხრიდან. გია ჭანტურია ესწრებოდა საქართველოსთან და მე ვიყავი ჩვენი პარტიიდან, ეროვნული სამართლიანობის კავშირი. ჩამოვედით შემდეგ და გადავარქვით სახელი გპ-ის, რომელსაც ცოტა ხნის წინ პრემიერი უპირებდა გაუქმებას, რის წინააღმდეგაც გავილაშქრეთ და დავტოვეთ იგივე სახელწოდების ინსტიტუტი. კეთილი. როგორ ხდება პირობითად თქვენი, აი მე მაინც ვთვლი რომ რაღაცნაირად ეს უფრო პოლიტიკოსის დამწყები პოლიტიკოსის ნაბიჯებია, ვიდრე დამწყები ჟურნალისტის, მაგრამ საბოლოო ჯამში გაზეთთან რო შეხება მქონდა, უკვე მოგიყევი. ხო? რომ სამ გაზეთის დირექტორი ვიყავი და მართავდი ამ პროცესს. და შემდეგ გახსოვს თუ არ გახსოვს, არ ვიცი. ზუსტად გამსახურდია შეესთავაზა ოპოზიციას პოლიტიკურ პარტიაში ვიყავი, ფაქტიურად დისიდენტურ ორგანიზაციაში ვიყავი, რომელიც პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა ეროვნული სამართლიანობის კავშირი, რომელიც რესპუბლიკურ ფედერალურ პარტიად ჩამოყალიბდა შემდეგ. და ზუსტად გამსახურდია შეესთავაზა ბლოკ თავისუფლებას, რომ გავერთიანდეთო. გახსოვს ეგ? მოუყოლიათ, მე არ მახსოვს, პატარა ვიყავი, მაგრამ მოუყოლიათ ჩემს სტუმრებს. და მაშინ ზუსტად გამსახურდიასთან ერთად ამ მოლაპარაკებაზე იყო ირაკლი მელაშვილი და თედო პაატაშვილი. შეესთავაზა ზუსტადმა, რომ გავერთიანდეთო ბლოკი თავისუფლება და მრგვალი მაგიდაო. მიხეილ ნანეიშვილმა ძალიან უარყოფითი პოზიცია დაიკავა ამასთან დაკავშირებით. ზუსტადმა შეესთავაზა შემდეგი, რომ პირველი 5 ადამიანიო იქნებაო არა რომელიმე პარტიის წევრიო, არამედ პარაოზებს რო ეძახიან. ვიღაცეები რა, ვინც იყვნენ იმდროინდელი ავტორიტეტები. მუხრან მაჭავარიანი, ელის ბარჯაველიძე და ჩამოთვლილი იყო 5 ადამიანი, აკაკი ბაქრაძე და ასე შემდეგ, თვითონ და ასე შემდეგ. და შემდეგიო თითო-თითოზე გავინაწილოთ. ნუ ბლოკმა თავისუფლებამ ჩათვალა, რომ ესეთი მიდგომა მიუღებელი იყო. და ბლოკ თავისუფლებას ჰქონდა ძალიან დიდი ამბიცია, ხა ვინ შედიოდა ბლოკ თავისუფლებაში. რეზო შავიშვილი, დასი საქართველოსთვის, ზურაბ ჟვანია, მიხეილ ნანეიშვილი, ირაკლი შენგელაია. კიდე ვიღაცები აღარ მახსოვს. და მე იმდენად დიდი ამბიცია ჰქონდათ, რომ არ გჭირდება ზვიადთან გაერთიანება, ჩვენ მარტო გადავლახავთ და მე თორსები მომიყვა ჩემმა სტუმარმა მამუკა ქერქაძემ, თუ სწორად მახსოვს. გოგიტა ქერქაძე. გოგიტა ქერქაძემ. აი მე და გოგიტა ერთად ვიყავით. მაგ ყველა ორგანიზაციაში მე და გოგიტა ერთად ვიყავით.
ხო და მე გოგიტაც მაშინ არ ესმოდა რატო რა იყო პირობითად ასეთი რატო იქნა უარყოფილი ეს წინააღმდება ზვიად არც მე მესმოდა რატო უარყვეს ეს როგორ ეს რომ არ უერყოთ საქართველოში სამოქალაქო ომი არ მოხდებოდა პარლამენტი არ დარჩებოდა იმ ადამიანების ხელში რომლებსაც არ ეყოთ ინტელექტუალური ძალა რო ქვეყანა ემართათ და შეჯერდებოდა ინტელექტუალური ელიტა, ინტელექტუალური ძალა ნებასთან და სიძლიერესთან, რომელიც ზვიად გამსახურდიას სახით გამოიხატებოდა. და იქნებოდა დაბალანსებული ზვიად გამსახურდიას იგივე ხალხთან ამასთან დაკავშირებით. ამის შედეგად ირაკლი შენგელაია გადავაყენეთ თავმჯდომარეობიდან ამ ყველაფრის შედეგად, როცა ეს ბარიერიც კი ვერ გადალახა პოლიტიკურმა ძალამ. თავისუფლებამ ბარიერი ვერ გადალახა. ამდენი 3% იყო 4% და ვერ დააგროვა ამდენი პროცენტი. გადავაყენეთ და შემდეგ შეუერთით ტრადიციონალისტთა კავშირს, თლიანი პოლიტიკური ძალა. აი აქ იყო თემურ ბასილია, დათო მარღანია, გოგიტა ქერქაძე, დათო ზარდიაშვილი, ალიკო შალამბერიძე და ეს ხალხი, ვინც ვიყავით ამ სამართლიანობის კავშირში, რესპუბლიკურ ფედერალურ პარტიაში. და ტრადიციონალისტთა კავშირთან ერთად გავერთიანდით. ჩვენ ვიყავით ზვიად გამსახურდიას საარჩევნო პროგრამის შემქმნელები. ეს როდის ხდება? ანუ თქვენ შეუერთდით უკვე რომ გვალმა მაგიდამ გაიმარჯვა, ამის შემდეგ ხდება ეს ყველაფერი. და შეუერთდით ტრადიციონალისტთა კავშირს. ანუ შეუერთდით მას შემდეგ, რაც პარლამენტის არჩევნები უკვე ჩატარებული იყო. კი. და ჩვენ გავხდით ფაქტიურად ინტელექტუალური ძრავა ამ ორგანიზაციისთვის, რასაც ქვია ტრადიციონალისტთა კავშირი. პოლიტიკური საბჭოში შედიოდნენ ხა როგორი ტიპები, გუბაზი და კიტოვანი შედიოდა მაგალითად. აი ესეთი ხალხი იყო პოლიტიკურ საბჭოში და ჩვენ დავემატეთ ამ ყველაფერს. და როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა ზვიად გამსახურდია. თქვენ გუბაზი და კიტოვანი ერთად იყავით საბჭოს წევრები. კი. იყო ეგეთი შემთხვევა ნამდვილად. ზვიადის საპრეზიდენტო არჩევნები როგორც კი დაინიშნა, ну საჭირო იყო იქ პროგრამა დაწერილი იყო, ეკონომიკური პროგრამა, ზოგადად სოფლის მეურნეობის ყველაფერი და ჩვენმა ჯგუფმა ყოფილმა რესპუბლიკურ ფედერალურმა პარტიამ განაპირობა ამ ყველაფრის დაწერა. ჩვენთან იყო ზურა მაისურაძე, რომელიც ახლა ბერია და განდეგილად ცხოვრობს, მაო ქონდა ზედმეტ სახელი. მან თემურ ბასილიამ, მე დავით ზარდიაშვილმა, ალიკო შალამბერიძემ, ზვიად ბოგუჩავამ, ყველა მამეებმა დავწერეთ ეს პროგრამა ზვიადის საპრეზიდენტო არჩევნების. მე ვიყავი მაშინ საზოგადოებასთან სამსახურის უფროსის ხელმძღვანელი. მაშინ გავიცანი ჩემი მეუღლე, ჟურნალისტი ნანა გაგუა. მალევე დავქორწინდით და მაშინ ჩავატარე პირველი სოციოლოგიური კვლევა საქართველოში, რომელმაც სრულყოფილი შედეგი დადო, მინდა გითხრა, აბსოლუტურად ზვიადმაც კი აღიარა, რომ ესეთი ზუსტი კვლევა თუ იქნებოდა სოციოლოგია, ვერ წარმოვიდგენდით. სად ქვეყნდებოდა მაშინ სოციოლოგიური კვლევა? სად ქვეყნდებოდა, მაშინ გამოდიოდა გაზეთი დრონი, გახსოვს, ოპოზიციის გაზეთი იყო, ხო, არჩილ გოგელია ხელმძღვანელობდა. და ქვეყნდებოდა მაშინ რესპუბლიკა გამოდიოდა გაზეთი. თქვენც მან გამოქვეყნდა ოპოზიციურ გაზეთში? ჩვენი ტელევიზიამაც გამოაქვეყნა და ყველამ გამოაქვეყნა ეს სოციოლოგიური კვლევები, რაც მაშინ ჩავატარეთ. და ფარულადაც იდებოდა ეს კვლევები და ქვეყნდებოდა კიდევაც მაშინ. და ამ ტექნოლოგიებს რომ გაითავისებ, ხო, მე გინდა რაღაცა უფრო ცლად რო გაშალო ეს ყველაფერი და გადავწყვიტე რომ ჩამომეყალიბებინე გაზეთი. და ჩამოაყალიბე, დავიწყეთ მაშინ გაზეთის ჩამოყალიბება Georgian Times-ის. მანამდე თანამშრომლობდი გაზეთში, ხო, მანამდე თანამშრომლობდი გაზეთში, გაზეთს ერქვა ქართველი ერი. დათო დარჩიაშვილი იყო, თუ გახსოვს ეგეთ პიროვნება, ნაციონალებში რომ აღმოჩნდა. ეს კაცი იყო ამ გაზეთის მთავარი რედაქტორი.
და ძალიან კარგადაც უშვებდა სხვათა შორის. მაგრამ ნუ მე კაკო ასათიანს რაღაც სხვა მოსაზრებები გაუჩნდა და სხვები დანიშნა, ეს დათულა დარჩიაშვილი გვერდზე კაცია რაღაცა და ნუ მოკლედ ეს გაზეთი აერდაერია და ამათ რო უყურებდი მე მივხვდი რომ ეხლა ამათთან ერთად საქმის კეთება ბოლომდე არ დაგცალდება რა კაც რაღაც გაკეთება და ამიტომ დავიწყე გაზეთის ჩამოყალიბებაზე ფიქრი რა. მაშინ ჩვენ მქონდა ჩამოყალიბებული ბანკი, სამეფო ბანკი, მეგობრებთან ერთად და ჩემო მეგობრებმა გამომიყოს რაღაცა თანხა და დავიწყე გაზეთის ფორმირება. წავედით გოჩაცკიტიშვილი იყო მაშინ ჩემთან მუშაობდა, ჩემი ჯგუფელი იყო და ეს ტექნიკურ უნივერსიტეტი ერთად მოღვაწეობდით ამ სტუდენტური მოძრაობით და გოჩაცკიტიშვილი გაუშვით სინგაპურში კომპიუტერები რო ჩამოეტანა, აქ ჩამოვიტანე ძალიან ბევრი ქაღალდი, რომ გაზეთის ბეჭვდა არ გაგვეჩერებინა და რამოდენიმე გაზეთის შერწყვა მოვახდინეთ და ჟურნალის. მათი აქტიური მონაწილეობით და 93 წლის 27 ნოემბერს გამოვიდა პირველი ნომერი გაზეთის. ეს იყო Georgian Times-ი ახალი სიტყვა ქართულ მედიაში, გამომდინარე იქიდან რომ ქართულად გამოდიოდა საქართველოში გაზეთები და ჩვენ გამოვუშვით პირდაპირ სამენაზე გაზეთი. ქართულად, რუსულად და ინგლისურად. სამენაზე გამოვიდა გაზეთი. მართალია 4 ფურცელი იყო ჩანართი რუსული და 4 ფურცელი იყო ჩანართი ინგლისური და დანარჩენი ქართული იყო. მაგრამ ნუ ახალი სიტყვა იყო რა, ერთგვარი. იმ წუთშივე მიიპყრო ყურადღება ამ გაზეთმა, ჩვენი გამოცემულმა გაზეთმა Georgian Times-მა და ძალიან ბევრმა საინტერესო ადამიანმა, მათ შორის დღევანდელ პოლიტიკურმა მოღვაწეებმაც ძალიან აქტიურად დაიწყეს მუშაობა Georgian Times-ში. ჩამოგითვალო? შეიძლება არ დაიჯერო ახლა. ვანო ჩხარტიშვილი. გივი თარგამაძე. ლევან ყუბანეიშვილი, ეკა ბერიძე, გიგი უგულავა. ოღონდ გიგი უგულავა მაშინ დაცვაში იყო ჩვენთან, ავტომატი ეჯირა და არაულობდა. ლევან რამიშვილი, გიგა ბოკერია. რომელიც ჩამოგითვალო კიდე. გამახსენდება და კეტყვი. ხო, ნოდარ ხადური. ესენი იყვნენ წერდნენ თქვენი გაზეთის. წერდნენ, კი. ჩვეულებრივ მუშაობდნენ, ხელფასილებდნენ. და იყიდებოდა ამ დროს გაზეთი თუ ფული საიდან იშოვებოდა? იყიდებოდა გაზეთი, ძალიან კარგად იყიდებოდა. შევარდნაძე როგორც ქვეყნის მართველი, რომელსაც რაღაც ტიპის ურთიერთობა გააჩნია მედია საშუალებებთან, გაზეთებთან, ან ეხმარება, ან ხელს უშლის, ან რაღაცაშობა. თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ? შევარდნაძის ურთიერთობა რა იყო მედიასთან? გულწრფელი ურთიერთობა და დამოკიდებულება? მე არანაირი დამოკიდებულება შევარდნაძესთან არ მქონდა, გინდა იჯერე, გინდა არა. შევარდნაძე გავიცანი, რომ აღარ იყო შევარდნაძე, მერე გავიცანი. მანამდე არც ვიცნობდი შევარდნაძეს. ჩემი ჟურნალისტები ყველა პრესკონფერენციას ესწრებოდნენ და ყველა ვიზიტში მიდიოდნენ და მონაწილეობდნენ. ერთხელ ჩემი მეუღლეც იყო გამომცემელი გაზეთის თურქეთში, შევარდნაძეს ვიზიტთან ერთად იყო ჩასული. რავი, თავისუფალი პიროვნება ჩანდა შევარდნაძე, არ ჩანდა რაღაც დაკომპლექსებული. ჟურნალისტებთან ინტერვიუს დიდი სიამოვნებით იძლეოდა და ცდილობდა რომ მაქსიმალურად კომუნიკაბელური ყოფილიყო ჟურნალისტებთან და პირდაპირ გეტყვი შევარდნაძეს დროს ჟურნალისტიკა იყო ძალიან ძლიერი და აბსოლუტურად დამოუკიდებელი. ვერ ბედავდა ვერავინ რომ ჟურნალისტს შეხებოდა რაღაცნაირად. იყო შემთხვევები რაღაცა მიმართულებით ამ პროცესში და ძალიან მკაცრი რეაგირება მოყვებოდა ხოლმე თუ ჟურნალისტზე რაღაც ზეწოლა მოხდებოდა. შორის ოპოზიციურზეც. მათ შორის ოპოზიციურზეც, კი. ოპოზიციურზე ახლა მე არ მგონია რომ შევარდნაძეს დროს ვინმე ხელისუფლების მომხრე ჟურნალისტი იყო. ეჭვმეპარება. საერთოდ არ იყო ესეთი. მე არ მეგულება რომ რომელიმე ჟურნალისტი იყოს ხელისუფლების მომხრე. არ იყო ეგეთი შემთხვევა. ნუ ხო არსებობდა სახელმწიფო ტელევიზია. არა, სახელმწიფო ტელევიზიაზე არ ვლაპარაკობ. მე ვამბობ კერძო სტრუქტურებს, ხო? მაშინ ფორმირდა ეს რუსტავი 2, მაშინ ფორმირდა ეს სხვა ტელევიზიები, იმედიც და ასე შემდეგ. არანაირი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ რაღაცა
ჩესზე დამდგარიყავი, არანაირი არც ვალდებულება არ ქონდა და არც ფინანსური ვალდებულება არ ქონდა და არაფერი და უფრო მეტიც ხელისუფლებას არ ესმოდა მედიის მნიშვნელობა. ეს მერე გაჩნდა, რომ ჟვანია რო გამოჩნდა ახალი კადრი, მან დაიწყო უკვე ჟურნალისტების დაფინანსება სუბუქატურო. ყიდვა რა ჟურნალისტები. ცალკეული ჟურნალისტების ყიდვა დაიწყო ზურაბ ჟვანიამ და მისმა გუნდმა. მაისაშვილი იყო, ხათუნა მაისაშვილი, რომლის საშუალებითაც ყიდულობდნენ ცალკეულ ჟურნალისტებს ყველა მედია გამოცემებში. რა ყიდულობდნენ, რას ნიშნავს, რას აკეთებდნენ? ხელფას უნიშნავდნენ. ის მუშაობდა რომელიღაც გაზეთში, მაგრამ ატარებდა იმ პოლიტიკას, რომელსაც ცენტრი იღებდა გადაწყვეტილებას. კერძოდ ზურაბ ჟვანია და ეს ახალგაზრდული დაჯგუფება მოქალაქეთა კავშირში, ვინც ღებულობდა გადაწყვეტილებას, იმათი მედია გახდა ფაქტიურად ესა თუ ის მედია საშუალება. ანუ შეიძლება და ესე ყოფილიყო მაგალითად რომ რომელიღაცა თქვენი გაზეთი პირობითად ფარულად შეელოთ გაეტარებინათ იგივე პოლიტიკა. ერთი ჟურნალისტი ვიღაცა იყიდა და როცა ის ამას დაწერდა პოზიტიურ ან პოზიტიურს ან ნეგატიურს გააჩნია რა დავალება ქონდა მას, ხო? ის ხო ესე უყურებდა, ზურა ეხლა საკმაოდ ნიჭიერი ადამიანი იყო ესე. უყურებდა ძალიან სივრცობრივად. ამბობდა რომ ჩვენ უნდა შევქნათ საზოგადოებრივი აზრი. ეს საზოგადოებრივი აზრი როგორ შევქნათ? ეხლა ერთი მედია საშუალება რომ დავაფინანსოთ. ეს ერთი მედია საშუალება აფერს არ მოგწევს. ამიტომ უნდა ვიყიდოთ ყველგან ჟურნალისტები და ეს ჟურნალისტები უკვე ქმნიან ერთობლივ ფონდს. და მე შექმნეს ეს პრეს-კლუბი, შექმნეს პარლამენტში ქონდათ შექმნილი, სადაც ერთგვარი ელიტა შექმნეს თავისი ჟურნალისტების, რომელიც მერე თავიანთ პოლიტიკას ატარებდნენ. და ვინც მაგათ პოლიტიკაში არ ჯდებოდა, იმას უბრალოდ ყველგან ჩეხავდნენ და დაიწყეს შეზღუდვა ამ ჟურნალისტების. ეს დაიწყო შევარნაძის დროს, იმიტომ რომ შევარნაძის ხელისუფლებაში სხვებიც ხო იყვნენ, მათ არ ესმოდათ მედიის მნიშვნელობა უბრალოდ. ვერ გებულობდნენ. რაში ჭირდებოდათ მედია, ვერ გებულობდნენ, არ ქონდათ ახმა ამისი, რომ მედია შეიძლება რაღაც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოვიყენოთ. ჟვანიამ ეს დრო იხელთა და ძალიან კარგად დაალაგა სათავისოდ ყველაფერი ხუთიანზე და ამით ფაქტიურად ძალაუფლება მოიპოვა. შევარნაძესთან ხო იყო, სხვებიც ხო იყვნენ. ჟვანიას გარდა და აი ამით მოიპოვა ძალაუფლება და იმადზე აღმატებული აღმოჩნდა. ეხლა თარგამაძეს რომ მეტი ფული ქონდა ვიდრე ჟვანიას ეჭვარ გეპარება მაგაში. მაგრამ იგივე თარგამაძეს არ გულისხმობ, კახა თარგამაძეს გულისხმობ, რომლებიც ერთმანეთს ებრძოდნენ. მაგრამ აი ამ მედიის ფაქტორით და იგივე ის რუსტავიორის ფაქტორით, რომელიც ის ეროსკი ძმარეშვილი იყო აქტიურად ჩართული ამ მიმართულებით და ასე შემდეგ, მან მოახერხა და ძალაუფლება გამოაცალა ხელიდან რკინის კაცს, რასაც თარგამაძეს ეძახდნენ. და გადააყენა თუ გახსოვს. თვითონაც გადადგა. მე თვითონაც გადადგა, მაგრამ სამაგეროდ გამარჯვება მოიპოვა რომ გადადგა. მე რა. და ანუ ძირითადი ფიგურა დაამარცხა, ხო? ანუ დაუმარცხებელი ფიგურა დაამარცხა. შევარნაძე ეყრდნობოდა, აი როგორც სააკაშვილი ეყრდნობოდა ვანო მერაბიშვილს, ისე ეყრდნობოდა შევარნაძე კახა თარგამაძეს. ძალაუფლების უმაღლესი ხელისუფლება ეჭირა კახა თარგამაძეს. და ჟვანიამ მიუხედავად იმისა თვითონაც გადადგა, აბსოლუტურად დაამარცხა ის ძალა, რომელიც მას კონკურენციას უწევდა რაღაცეებში. და რითი დაამარცხა? დაამარცხა დასავლეთთან ჭიდრო კავშირებით, რომელიც დიდი ხნის წინ ჩამოაყალიბა ჟვანიამ და დაამარცხა იმითი, რომ მედიის აი ეს გარკვეული ჯგუფი საკმაოდ გააძლიერა თავის ფინანსებით და ყოველდღითი დღე აძლიერებდა. რა ჯდებოდა მაშინ ჟურნალისტის მოსყიდვა, ესე რომ ვთქვათ? $500 უხდიდნენ მეცა. თვეში? ხო. დიდი ფული ყოფილა ხო? ხო, მაგრამ არც ისე დიდი ფული არ იყო. არც ისე. არა, მე 98. ხო, ეხლა გაზეთის დაბეჭდა რომ დაახლოებით $10,000 რო დაგიჯდება გაზეთის დაბეჭდა, ეხლა $500 არაფერი არ არის. მაგრამ იმ ჟურნალისტისთვის დიდი ფული იყო. ხო, ჟურნალისტის გამოსახედები და მე როგორც მედია მფლობელი მაგ და $500-600 არაფერი არ არის, ხო? როცა ხელფასი გაქვს 50 კაცის გასასტუმრებელია.
არა, ხადი მასაც ისიც 50 კაცს უხდიდა ბული. ხო, მაგრამ გარდა მაგისა, მაგათ იმისა, რომ ფულებს უხდიდნენ, გარდა ამ ფულებისა კიდე რა ხდებოდა გეტყვი, აი მაგალითად რაღაცა სადღაცა წასვლა იყო, რაღაცა აი ამ ხრივ ძალიან მხარდაჭერილები იყვნენ ის კოხორტა ჟურნალისტების, რომლებიც აი ჟვანიას პოლიტიკას ატარებდნენ იმ შემთხვევაში. კერძოდ ერქვათ ახალგაზრდული გუნდი მოქალაქეთა კავშირის, რომლის საფუძველზე ჩამოყალიბდა პრინციპში ნაციონალური მოძრაობა. ხო? ეხლა ჩვენ ხო ვიცით, რომ ეს ესეა. ნაციონალური მოძრაობა ჩამოყალიბდა იმ მაგ ჯგუფის საფუძველზე. ჟურნალისტების ჯგუფი? ჟურნალისტების არა. ახალგაზრდული ჯგუფის სააკაშვილი, ჟვანია, მიშა მაჭავარიანი და ვინც იყვნენ. სააკაშვილი როგორ შემოდის აი ამ იმაში და თქვენთვის როგორც მედია მედიასთან დაკავშირებული ადამიანისთვის იმ წუთას არ ვიცი რა პოზიცია გეკავათ პირობითად იმ მაშინ. მე სულ მედიაში ვიყავი, არსად არ ყოფილა ხელისუფლებაში. ხო, არა, მაგას ვაგებ, მაგრამ მედიაში კონკრეტულად როგორც მედია წარმომადგენლისთვის სააკაშვილის შემოსვლა რა მოვლენა იყო? აი თქვენ როგორ შეამჩნიეთ სააკაშვილი და მითი განსხვავდება ის იყო ერთი არაადეკვატური ტიპი, რომელიც ჩამოვიდა ამერიკიდან. თორცნების სიის მეორე ნომერი იყო. გავიგე, მაგრამ სანამ გახდებოდა სიის მეორე ნომერი, მანამდე გეუნები ერთი არაადეკვატური ტიპი იყო, რომელიც დიდი გასაღებით დადიოდა და პარლამენტის კედლებს ხაზავდა რა, ეს დიდი გასაღებები რო არის, ხო იცი? დადიოდა, მერე ჩამოსრიალდებოდა იქ პარლამენტის იმაზე, რა ქვია. კიბეების დასასრიალებელი როა რა, სახელურებს მე ჩამოსრიალებული ვარ უნდა გამოვტყდე. ხო, არ ვიცი. დაბალი იყო და ეს. მაგრამ საშიში იყო მან სრიალი. ხო და ერთი არაადეკვატური ტიპის დაბეჭდილებას ტოვებდა რა, პირდაპირ გეტყვი და ნუ ჟვანიას ხალხი როგორ უყურებდა, იცი რომ აი გამოვიყენებთ ამას ჩვენ ჭკუაზე ვატრიალებთ, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ პირიქით ამან უფრო გამოიყენა ის უკვე თავისი მიზნების მიხედვით. და აღმოჩნდა ისიც რომ მე ამ სააკაშვილმა ადგა და გაისტუმრა ჟვანია იქითა ქვეყანაში, საიდანაც აღარ ბრუნდებიან და მთლიანად მისი გუნდი, ჟვანიას გუნდი თვითონ გადაყლაპა და აითვისა. ჩვენ გვჯერა რომ თითოეული მოსწავლე, რომელიც ჩვენ კარში შემოვა, გენიოსია, რომელმაც უნდა იპოვოს მის შინაგანი მოწოდება და სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს. ჩვენ გვჯერა რომ ფიქრის გამომწვევი კითხვების დასმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სწორი პასუხების დაზებირება. და ჩვენ გვჯერა რომ მკაფიო აზროვნებას სწორ გადაწყვეტილებამდე მივყავართ. სწორი გადაწყვეტილებები ქმნის ჯანსაღ ჩვევებს, ჯანსაღი ჩვევები აყალიბებს ხასიათს, ხოლო ხასიათი განსაზღვრავს ბედისწერას. ამერიკული სკოლა, რომელსაც მართავენ ბავშვები. ვარდების რევოლუციას რო შევეხოთ. როგორ ხდება ვარდების რევოლუცია პირობითად აი იმ ადამიანს თორემ ამას აკვირდება. ვარდების რევოლუცია და რატომ ხდება? რა შეცდომას უშვებს ასეთ შევარდნაძე? შევარდნაძე უშვებს, როგორც გია ბარამიძემ მითხრა, მაშინ ესეთი რაღაცა მითხრა, რომ შევარდნაძემ გაყიდა ასლან აბაშიძეს მისცა ხელისუფლება, ასლან აბაშიძე ეხლა შემოიერთებს აფხაზეთს და ცხინვალს და ასლან აბაშიძე გახდება შევარდნაძეს მემკვიდრე. ჩვენ ამას არ დაუშვებთ, ნატოზე უარს არ ვიტყვით, დასავლურ ორიენტაციაზე უარს არ ვიტყვით, რადგანაც შევარდნაძემ გაყიდა, ჩვენ ის უნდა დავაყირავთ. აი ეს სიტყვას მითხრა გია ბარამიძე. გია ბარამიძე დღესაც იძახის დავაკირავებ ხელისუფლებას, მაგრამ ხო არ აკირავებს რაღაცა. ხო, მაგრამ მაშინ დააყირავეს, ხო, მაშინ ის მოხდა, რომ რაღაცაზე შეთანხმდნენ შევარდნაძე, ასლან აბაშიძე და პუტინი. რაღაცაზე იყვნენ აშკარად შეთანხმებული. და ეს შეთანხმება მე როგორც ვიცი, გადიოდა აფხაზეთის და ცხინვალის საქართველოში დაბრუნების რაღაცა სქემაზე. ეს ზუსტად რა სქემა იყო? არ ვიცი. სიმართლე გითხრა, მაგრამ ფაქტია, რომ დასავლეთმა და რუსეთის რაღაც ძალებმაც ხელი შეუწყოს იმას, რომ შევარდნაძე წასულიყო.
მანამდე ხდება ის, რომ პრიმაკოვი პირდაპირ უპირისპირდება შევარდნაძეს. გახსოვს ალბათ. თუ არ გახსოვს ეგ მომენტი. პრიმაკოვი ევგენი პრიმაკოვი იცი ვინც იყო, ხო? და ჯერ დაზვერვის ხელმძღვანელი იყო, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრიც იყო, პრემიერ-მინისტრიც იყო და ასე შემდეგ. პრიმაკოვს დაადო შევარდნაძემ ხელი, რომ მესროლაო პრიმაკოვმაო. თუ გახსოვს სუიადისტები რომ ჩაუსაფრდნენ და შევარდნაძეს კორტეჟს რო დააყარეს რაკეტები. შევარდნაძემ თქვა, რომ ეს პრიმაკოვისგან მოდის. პრიმაკოვმა ეს გაიგო და აჩვენა მე შევარდნაძემ სადმე საჯაროდ თქვა? იმის ყურამდე მიაღწია რა მნიშვნელობა აქვს საჯაროდ თქვა თუ რაღაცა. მაგრამ პრიმაკოვმა ერთ-ერთ სამხედრო რაღაცა სწავლების დროს ზუსტად ის რაკეტა დაიჭირა ხელში, რომელიც შევარდნაძეს ესროლეს და კითხვა დასვა ჟურნალისტების თანდასწრებით, რომ აი ამითიო თუ შეიძლებაო რომ მანქანის ბრონიო გავარღვიო. პრიმაკოვი ამბობს ამას. ანუ პირდაპირ გამოხატა ეს გაღიზიანება ამის დამოკიდებულება. შემდეგ უცებ ხდება სააკაშვილის და რუსული სპეცსამსახურების მჭიდრო კავშირები. სააკაშვილს აძლევენ უას, რომელიც აძლევენ მას საკუთრებაში, რაღაცა ბოლნისის რაიონში გამგებელს ქვებს ურტყამენ, ცემენ, რაღაცა მთელი ამბებია და პირდაპირ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის, იგორ ივანოვი და სააკაშვილს სვამენ ტახტზე. ხო ესე იყო, რამე ხო არ მეშლება. მოხდა რევოლუცია, რომელიც იყო რუსეთისგან ხელდასმული. რუსეთმა ამას ყველაფერს შეუწყო ხელი. ხო ესე იყო. არ ვიცი, მე მაშინ სიმართლე გითხრათ, ეგეთი განცდა მქონდა, რომ ბაშ პატარა ვიყავი, დიდად ამთანით არ დავინტერესდებოდი, ამიტომ აღირებულება. მე არ ვიყავი პატარა, კარგად ვიცი. მაგრამ იმ დროს როცა ივანოვი ჩამოვიდა, თითქოს უკვე გადაწყვეტილი იყო შევარდნაძის წასვლის ამბავი. მე თითქოს ესეთი ემოცია მაქვს იმ პერიოდიდან შემორჩენილი. ივანოვმა გადაწყვეტა შევარდნაძეს წასვლის ამბავი. შევარდნაძეს წასვლა გადაწყვეტილი არ ქონდა, ეგ არ ტყუილი. თუმცა მანამდე ბეიკერ განაცხადება გააკეთა ბეიკერმა, თუ გახსოვს, რომ შევარდნაძეს არასწორად მოძრაობს შევარდნაძე. არ არის სწორი მიმართულებით მოძრავ. იგივე განცხადება გააკეთა გამსახურდიას წინააღმდეგ, თუ გახსოვს, და გამსახურდია დააყირავეს. ხოთაშორის იგივე ბეიკერმა გააკეთა განცხადება და იგივე ბეიკერმა გააკეთა შევარდნაძეზე განცხადება, რომ არასწორად მოძრაობს. და შევარდნაძეს დააყირავეს. ანუ ეს იყო შეთანხმებული ამერიკა რუსეთს შორის შევარდნაძეს ცვლილება და ახალი კადრის მოყვანა. და ახალი კადრის მოყვანა ყველა ცდილობდა რომ აი ამ სამეულში ჟვანია, ბურჯანაძე, სააკაშვილი აქცენტი გაეკეთებინათ ჟვანიაზე. იმიტომ რომ ჟვანია იყო ყველაზე გამოცდილი, ყველაზე არაკონფლიქტური და ყველაზე ისეთი იყო უფრო ორგანიზატორული ნიჭის მქონე ადამიანი იყო, თუ გახსოვს. და ამიტომ ჟვანიაზე კეთდებოდა ძირითადი აქცენტები, როგორც რუსეთიდან, ისე ამერიკიდან. მაგრამ სააკაშვილმა მათ ყველას აჯობა და შემდეგ რაც მოყვა ამ ყველაფერს იცი, ხო? ისიც იცი, რომ ჟვანია აპირებდა, რომ ოპოზიციური პარტია შეექმნა მის წინააღმდეგ და ამ ოპოზიციური პარტიაში უნდა ყოფილიყვნენ გიორგი თარგამაძე, გუბა სანიკიძე და ჟვანიას უნდა ეფინანსებინა და ბადრი პატრიკაშვილი ეს პარტია, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ დაეწყოთ ომი. ამ თვალსაზრისით და შეეცვალათ სააკაშვილის მაგივრად ჟვანიას ხელისუფლება მოსულიყო. მაგრამ დაასწრო ბატონმა სააკაშვილმა ჟვანიას და შემდეგ უცებ გაზით გაგუდული ვნახეთ, როგორც თქვეს, მაგრამ გაზი არ ყოფილა საერთოდ იმ დღეს იმ კორპუსში და გაზით როგორ გაიგუდა, ჩვენ როგორც Georgian Times ინფორმაცია ქონდა, სადღაც სხვაგან მოკლეს ჟვანია და მოიტანეს შემდეგ გვამი. ესეთი ინფორმაცია ქონდა მაშინ ჩვენ. უთხარით საგამოძიებო ორგანოებს ამაში ჩვენ გაზეთში ვწერდით. მაშინ რატომ არ მივიდა ეს საქმე ბოლომდე თქვენი აზრით? მე არ ვიცი. ფაქტია რომ გაზი არ იყო იმ კორპუსში. იმ დროს გაზი არ იყო. როგორ უნდა მოწამლულიყო ადამიანი გაზით? CO2-ით. თუ გაზი არ მიეწოდებოდა კორპუსს. აი კითხვასო.
ყოველ შემთხვევაში მე მახსოვს რომ კონტრარგუმენტიც არსებობდა მაგ თემაზე. არაფერი კონტრარგუმენტი არსებობდა, მაგაზე გამოძიებაც კი ჩაატარა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ვახო კომახიძემ ძალიან საინტერესო გამოძიება ჩაატარა ზუსტად. და ვებერის დასკვნაც რო დამახინჯებული იყო, ესეც კარგად აღნიშნა მან. როგორც უნდათ ისე მონათლეს ეს ყველაფერი. სამწუხაროდ რა არის, არც ერთი საქმე, ეხლა მე რაც მახსოვს. თქვენ შეაყენებთ გარემებას, რომ გაზით მოიწამლა სარ. რა თქმა უნდა. მე ინფორმაცია მაქვს, რომ საქართველოს სანაოსნოს გაყიდვასთან დაკავშირებით შედგა შავნაბადაზე სერიოზული გარჩევა, რასაც ესწრებოდნენ მთელი რიგი პიროვნებები. რა თქმა უნდა სააკაშვილის მეთაურობით და იქ მოხდა სერიოზული შეხლა-შემოხლა და ამ შეხლა-შემოხლას მოყვა ტრაგიკული დარტყმა ჟვანიაზე, რამაც სამწუხაროდ ჟვანიას სიცოცხლე შეწყვიტა. ესეთი ვერსია არსებობს. საგამოძიებო კომისიისთვის მოგიყოლიათ ეს ვერსია? მე რა თქმა უნდა მომეყოლა, მე გაზეთში ეწერა და დაინტერესებული იყვნენ სხვათა შორის ეს ადამიანები, ვინც იმ კორპუსში ცხოვრობდნენ, ისინიც ამბობდნენ, რომ ჩვენ არავინ არ გკითხავს და არავინ არ გვეკითხება, რა გაზი მიეწოდებოდა იმ დღეს კორპუსს, თუ არ მიეწოდებოდა. მე მისაუბრია კიდევაც გოგლა ჟვანიასთანაც, მასთანაც მისაუბრია. და ნაწილობრივ მეთანხმებოდა ამ ყველაფერში. მაგრამ ჩემთვის ბნელით მოცული გახდა ეს ყველაფერი საერთოდ. აი მითხარი ერთი მკვლელობა, რომელიც გაიხსნა ბოლო პერიოდში. შევარდნაძიდან მოყოლებული. ზუსტად გამსახურდია ეს მკვლელობა გახსნილია? ხო არ არის გახსნილი? ოფიციალურად შეიძლება გახსნილია. არა, ოფიციალურად კი არანაირად გახსნილი. საზოგადოებას ამდენად ნდობა აქვს გახმაურებული საქმეების შემთხვევაში გიაგულუას მკვლელობა გახსნილია? ხო არ არის გახსნილი? სოლიკო ხაბეიშვილის მკვლელობა გახსნილია? არ არის გახსნილი. პატარიძიდან დავიწყოთ. პატარიძე რო იყო ცეკას მდივანი, იმის მკვლელობა გახსნილია? არ არის გახსნილი. გია ჭანტურიას მკვლელობა გახსნილია? არ არის გახსნილი. მერაბ კოსტავას მკვლელობა გახსნილია? არ არის გახსნილი. ერთი მკვლელობა მითხარ, რომელიც გაიხსნა. აი და მე ვიტყვი, რომ კი გაიხსნა. ჟვანიას მკვლელობა გახსნილია? ბადრი პატრაკაციშვილის მკვლელობა გახსნილია? არც ერთი მკვლელობა არ არის გახსნილი. რატო არ არის არც ერთი მკვლელობა გახსნილი? ეხლა დავიჯერო, რომ ბადრი პატრაკაციშვილი საღსალამათი კაცი, რომელსაც ერთი კვირით ადრე ველაპარაკე და ჯანზე იყო და ექიმებთან წინასწარ შემოწმებული, უცებ გულმა დაარტყა და მოკვდა. ხო ეს ხო ზღაპარია, ხე შენ თვითონაც ხო კარგად იცი. არა, მე ზოგადად როგორ გითხარ, ყველა შემთხვევა ესენი ინდივიდუალურია და ვფიქრობ, რომ თავარი დამნაშავე იმაში, რომ ჩვენ ეს არ ვიცით და ის ზოგი შემთხვევაში ისიც არ ვიცით, მკვლელობა იყო უბედური შემთხვევა თუ კრიმინალი. ეს მაინც განპირობებულია მართლმსაჯულების სისტემის მიმართ რეალური დაბალი იქნება ვინმე აფარებს იმ მართლმსაჯულების უკან ვინც დგას იმას ხელს და უფლებას არ აძლევს მართლმსაჯულების სისტემას რომ ეს სიმართლე თქვას. არ ვიცი, რთულია ამაზე ალბათ საუბარი. მე გეთანხმებით იმაში, რომ ნებისმიერი ასეთი ტიპის ადამიანის გარდაცვალება ყოველთვის არის საქართველოში მithმა-მოთქმის საგანი და არასდროს არ არის საზოგადოებაში შეთანხმებული, რომ ეს იყო კრიმინალი თუ ეს იყო უბედური შემთხვევა. და ეს მათ შორის პრობლემა არის, ხადია მე ამაში გეთანხმებით, იმ გაგებით, რომ ძალიან ესეთი გახმაურებული ცნობადი საჯარო ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით თუ ვერ ვსვამთ სწორ დიაგნოზს ეს სხვაგან ისეთ ადგილებში სადაც ნაკლები ყურადღება ექცევა რაღაცებს, ამდენად თულად შეიძლება იყოს სხვა ტიპის პრობლემა. ან აი საქართველოს სანაოსნო რო გაუჩინარდა და გაიყიდა ამდენი გემი. ვინმე მკითხვა დასვა, სად წავიდნენ ეს ფული სად წაიღეს, რო გაყიდეს ის ფული სად წავიდა, ვინ გაყიდა, სად არის ამდენი გემი რომელიც საქართველოს ყოდა, სად გაქრა ეს ყველაფერი. კაცშვილი არ სვამს კითხავს. როდის იძაბება თქვენ ხვდებით რომ თქვენს ირგვლივ ღურბლები როდის გროვდება მიხეილ სააკაშვილის პერიოდში და ზოგადად აი მიხეილ სააკაშვილი როგორ ურთიერთობს ეს შევარდნაძის ურთიერთობა ხო კითხეთ მედიასთან და არაფასებდა რა თქვენი პასუხი მაინც იყო რომ ის არაფასებდა
ყოველ შემთხვევაში მისი ბიუროკრატია თვითონ ალბათ აფასებდა, მაგრამ არ იცოდა როგორ უნდა ემოქმედა ჟურნალისტების გამოყენების თვალსაზრისით. თვითონაც იყენებდა და აი მიხეილ სააკაშვილის დროს რა იცვლება მედიაში. მიხეილ სააკაშვილმა ჟვანიას სისტემა უფრო ავტორიტარულ სისტემაზე დააყენა, ხო? ეს ჩანდა იქიდან, რომ ეროს კიწმარიშვილი, რომელმაც მოიყვანა ისინი ხელისუფლებაში და რევოლუცია პირდაპირ მოაწყო, ეროს კიწმარიშვილი ჯერ რაღაც თანამდებობა მიცეს, შემდეგ რაღაც ბიზნესები მიცეს, ნავთობის მიმართულებით, რაღაცა ბათუმის ტერმინალთან მიმართებაში და ასე შემდეგ და ბოლოს გაწიეს საერთოდ პოლიტიკიდან. და ბოლოს ელჩად გაუშვეთ რუსეთში. ანუ მოაშორეს მთლიანად პოლიტიკურ სივრცეს და ეროს კიწმარიშვილი იყო ის ადამიანი, ხო აი ეროს კიწმარიშვილის მკვლელობა გინდაც გახსნილი ხო არ არის. ხო არავინ არ იცის რა მოხდა. ვინ მოკლა ეროს კიწმარიშვილი? ოფიციალური ვერსია არის თვითმკვლელობა. ხო და ეხლა ზღაპარია ეხლა ეროს კიწმარიშვილს ვინც იცნობდით და კარგად თვითცნობდი მე ძალიან კარგად, ეროს კიწმარიშვილი თავს არასოდეს არ მოიკლავდა, ეგ არის გამორიცხული. და ეს ყველაფერი არის იმასთან მიმართებაში, რომ სააკაშვილმა დაიწყო უფრო ესეთი საცეცების მოჭერა ყველა მიმართულებით. ანუ მისი მომხრე ვინც არისო, ყველას განადგურება გადაწყვიტა. ზოგის დაჭერა, ზოგის კორუმპირებულობა, ზოგის ასე შემდეგ. აი შალვა რამიშვილის დაჭერა მაგალითად, ხო, რომელიც მოხდა დანომრილი ფულით. გახსოვს ალბათ ეგ ყველაფერი. ჩემ მეგობარი დათო ნარსია მაშინ იყო ზოპარკის დირექტორი. დაიბარა ირაკლი უქრუაშვილმა და უთხრა რომ გულაშვილი უნდა დაგვაჭერინო, აი მოგცემ დანომრილ ფულს, წახვალ და დაგვაჭერინებ გულაშვილს. ჩემი მეგობარი ღირსეული კაცია და უთხრა არავითარ შემთხვევაში მაგას არ გიზამთ, ეხლა ჩაგიყვანთ და რასაც დაგმართებთ ნახავო ეხლაო ციხეშიო. მოადგილე უნება უკვე ოქრუაშვილის. ეს რა პერიოდია, ეს არის უკვე 2006 შალვა რამიშვილი ჯერ არ არის დაჭერილი. როცა 2006 წლები. ხო, ჯერ არ არის დაჭერილი. ამ სქემით ჯერ არ არის დაჭერილი შალვა რამიშვილი. და დათო ნარსია ეუნება რომ მოსაფიქრებელი დრო მომეცითო და გადის მისაღებში ოქრუაშვილის შინაგანსაქმეთა მინისტრია და ვინმე მალხას მაისურაძე იყო მოადგილე მისი, რომლის კაბინეტშიც ხდება ეს ყველაფერი. გავიდა ეს ახლა მე-7 სართულზე და ფიქრობს ეხლა რა ქნას. თუ მე ჩემ თავს დააჭერინებს, რა კაცი გამოვა, ხო? არ არის სწორი და არ დააჭერინებს და ჩაიყვანენ და რას უზამენ კაცმა არ იცის. გადააბიჯა მე-7 სართულიდან, აი ესე და დაიწყო ყვირილი არ მომეკარტორე გადავხტებიო. ესაა გადაღებული დონაძე რო იყო, რეალ ტივის შეფი რო იყო, იმასაა გადაღებული. შემდეგ იმედმაც გაავრცელა და მეც მაქვს კასეტა სადღაცა. ხდება აქტიურად მე-7 სართულიდან. და ეს იყო ამ დროს ირაკლი ალასანიას ნათლია, ეს დათო ნარსია. წარმოიდგინე. და მთელი ეს ირაკლი ალასანია ყველა მოიყვანეს რომ დააჯერონ და რაღაცა შოქში იყო, ხდებოდა რა ფაქტიურად მე-7 სართულიდან. არ მომეკაროთ, თორე გადმოხტებიო და მე ეს ჩაუტყდა ეს სადაც იდგა ფეხი. და მე-6 სართულზე დაიჭირეს, რომ გადაწყაული ქონდა ეს მუცლის მხარე. და თქვენ რატო იყავით ასეთი ინტერესის საგანი, რომ აქამდე მისულიყო? ვაგინებდი რა, ვაკრიტიკებდი კი არა, მიწაში ვდებდით. ერთადერთი გაზეთი ვიყავით, რომელიც ვარდების რევოლუციას ვარდებით არ შევეგებეთ. ჩემი ასავალდასავალიც ხო იყო მინიმუმ. ასავალდასავალიც იყო, მაგრამ არ ვიცი რატო იყო ჩემს მიმართ ესეთი დამოკიდებულება, თუმცა ბევრი გაზეთი, ჩემი კოლეგები, არ მინდა ეხლა დავასახელო, პირველ გვერდზე ვარდებით გამოვიდა, გაუმარჯოს ვარდების რევოლუციას. ჩვენ მიწაში ვდებდით, თავიდანვე მიწაში. არა, ჩვენ თქვით რომ ეს არის ტყუილი, არაფერი ვარდების რევოლუცია არ მოხდა, ეს არის ყაჩაღური გადატრიალება, ეს არის ეს, ახლა მაშინდელ Georgian Times რო ეხლა კითხულობ, ფიქრობ რომ ხანდახან ამას ჩვენ წერდით თუ სხვა წერდა ვინმე, იმიტომ რომ
გაუმდინარე იქიდან რაც მე მიშემ ჩაიდინა და რა კრიმინალური საქმიანობებიც ატარა, ხო? გასაოცარი, აი ჩემი მეუღლე მაგალითად წერს სტატიას გვირგვლიანის მკვლელობაზე. რომ ანუ მერაბიშვილო დაიჭირე შენი ცოლი. და პირდაპირ ვამხელთ. მაშინ როცა ყველა მედია საშუალებამ დაბლოკა ინფორმაცია გვირგვლიანის მკვლელობაზე. აბსოლუტურად ყველა მედია საშუალებამ დაბლოკა. Georgian Times იყო ერთადერთი გაზეთი, ვინც დაბეჭდა. და შემდეგ სანამ იმედი ააფეთქებდა. სანამ იმედმა ჩვენ მასალაზე დაყრდნობით გააკეთა ეგ მასალა რაც გააკეთა. და იმედმა გადაიტანა თავის თავზე დარტყმა. თორე ჩვენ რო დავრჩენილიყავით მან, ჩვენ მოხვდებოდა იგივე, შეიძლება იგივე დატრიალებული იყო ჩვენს მიმართ. ანუ დიდი ზუბი ქონდა სააკაშვილის ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ და კონკრეტულად ახლა ცოლი ჟურნალისტი, ქმარი ჟურნალისტი, მთელი ეს ჯგუფი მოტივირებული, რომელიც ვებძოდით, რაღაც ხმალამოღებული ვებძოდით და Georgian Times-ს არ ყიდიდნენ დახლის ზემოდან. ჩუმად ყიდიდნენ. აკრძალული ქონდათ გაყიდვა. ჩიხურებს Georgian Times-ის. ეხლა დარწმუნებული იყავი, რომ ამას იმის გამო რომ ბადრი არ დაგიკავშირდა, პირობითად ასეთ ოპოზიციურ ჟურნალს გაზეთს. ბადრისთან მე მქონდა მეგობრული ურთიერთობა, სანამ სააკაშვილი მოვიდოდა ძალიან მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ერთხელ თხოვა კიდევაც რომ ისრაელშიო ტელევიზიის და გაზეთის ყიდვა მინდაო. და მე რო ჩემები გავაგზავნო, ეხა იმ ხელაფასებს მეტყვიანო იქო, რომ ადეკვატური არ იქნებაო რა. და შენო ჩადიო იქო. და შენ თქვიო რომ შენ გინდა ყიდვაო და მე მევიყიდიო და ნუ შენც რაღაც წილში იქნები სარგებელი გექნება და ასე შემდეგ. მე რაღაც ჩემ საქმეზე ვიყავი ისრაელში, ჩასული, შევხვდი ამ ფლობელებს, ამ გაზეთის და ტელევიზიის, რუსულენოვანი ტელევიზია და გაზეთი იყო, საკმაოდ პოპულარული. და ჩამოუტანე ბადრის ეს ინფორმაცია, ეს ყველაფერი რაღაცა და მე ბადრიმ მე მგონი ბერეზოვსკისთან ერთად იყიდა ეს ყველაფერი რა. მაგრამ ბადრიმ როგორც კი სააკაშვილი მოვიდა, მითხრა რომ შენო მაგასო რატო ებძიო სააკაშვილს. მე რას ებძიო? დაგიწერიაო რომ სომეხი არისო და მე ვთხარი მე ესე ვიცი მეთქი რომ სომეხი არის მეთქი, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს მეთქი. შენ მეთქი როგორ აპირებ მეთქი ურთიერთობას მეთქი და მეო ეხაო მალხაზო კარგად გამიგეო მინდა რომ ახალგაზრდა პრეზიდენტია და დავეხმარო მასო და მას შემდეგ ჩემსა და ბადრის შორის ურთიერთობა გაჩერდა არანაირი არც ფინანსური არანაირი ურთიერთობა არ მქონია უბრალოდ რაღაც საერთო აზრები ქონდა და რაღაც იდეები ქონდა ხო მაგრამ აი მაგ დროს როცა შემოუტრიალდა სააკაშვილის წინააღმდეგ ბადრი რო შემოტრიალდა პირველი ვისაც შეხვდა მე შემხვდა თხოვა და მაგასთან მივსულიყავი თვითონ და ამერიკა თხოვა ვისაუბრეთ შემომატარა თავის გოლფის მანქანით თავისი სასახლის სანახები და 1000 რაღაცაზე ვისაუბრეთ ეხა უბრალოდ ამის მოყოლა ძალიან შორს დაგვიყვანს მაგრამ ბადრიმ მითხრა რომ აიო ესეო გახსოვს ალბათ როდის დაუპირისპირდა როდესაც შემოსავლების სამსახური შემოსავლების გადახდელთა ის რო კონდათ ასოციაცია ბადრილი თავმჯდომარე გახდა მაშინ დაუპირისპირდა რომელიც ყველა ბიზნესმენმა უკან დაიხია როცა ბადრიმ ხმამაღალი განცხადებები გააკეთა სააკაშვილის წინააღმდეგ გახსოვს ეგ პერიოდი ისიც გახსოვს ალბათ რომ იმედს აძლევდნენ და იმედზე რკინიგზას აძლევდნენ ბადრის და იმედში უცვლიდნენ ამას ეგეც გახსოვს ალბათ თუ არ გახსოვს გამიგია რომ ლაპარაკი იყო მაგრამ ზუსტი იყო რკინიგზას აძლევდნენ ბადრის უთხრეს რომ რკინიგზას მოგცემთო და იმედი მოგვეციო რა და წყნარად იყავი შენ და ჩვენ წყნარად ვიქნებით და ბოლოს ბადრიმ უარი თქვა რა მიხვდა რომ რკინიგზას კი მიცემდნენ იმედს აიღებდნენ და მე რკინიგზასაც წაართვდნენ ეგ იცოდა რომ გადამგდებები იყვნენ ბუნები ამიტომ ეგ მიმართულება ჩაიშლებოდა ბადრის როცა მე ვესაუბრე ბადრიმ მითხრა რომ მეო აი არ მინდაო პოლიტიკაში მოსვლაო პირდაპირ გეუნები მალხაზო მითხრა ხშირად ვხვდებოდით ხოლმე ჩვენ და ხამს ადილობდით ხან ვახშმობდით საუბრობდით დაწესდები რატო მეთქი ბადრი მეთქი და აიო მთელი ცხოვრება ოცნებობდიო რომ 300 მეტრიანი იახტა მეყიდა და ყავსო 300 მეტრიანი იახტა ლონდონშიო სასახლე ვიყიდეო
ამხელა ბიზნესი მაქვს, ამხელა ფული მაქვს მეოდა. აი რა თმინდაო ეხლა ამ პოლიტიკაში ჩავერთო. მეთხე სამშობლო ხოცნობა ცნება ხო გაგიგია მეთქი რა არ და. კიო. თუ მე მეუთხარ ამ ქვეყანას გადარჩენა ხო უნდა მეთქი. ხო ხედავ საითკენ მივყავართ მეთქი ამ სააკაშვილის მეთქი. რუსეთთან მეუთხარი ისეთ დღეში ჩაგვაგდებენ მეუთხარ დაგვიჯგნიან სულ გაგვანადგურებენ მეთქი. ხა მე შორს ვარ იმაზე ისაგანო ჩემ აზრება მას მოაფიქრებინა. რა თქმა უნდა მოფიქრებული ქონდა მას უკვე რომ პოლიტიკაში უნდა მოსულიყო, უბრალოდ აინტერესებდა ჩემი აზრი, რომ რას ვეთყოდი ამასთან დაკავშირებით. და მაშინ მითხრა მე ბადრიმ რომ მეო შემილიაო რომ ბევრი კარგი საქმე გავაკეთო საქართველოსთვის. მე ვთქვი ვიცი მეთქი და ღმერთმა გაგიმარჯოს მეთქი. ჭორს ავცელებენ რომ ბიძინა ივანიშვილი და ბადრი პატრაკაცშვილი თითქოს არ იყვნენ კარგ ურთიერთობაში ერთმანეთს. ეს არის ტყუილი აბსოლუტურად. მე ჩემი თვალით და ყურით რაც მაყვაშვილი იმას გეტყვი. ვარ ბადრისთან კაბინეტში და უცებ რეკავს ბიძინა ივანიშვილი ბადრისთან. და ბადრის ვეუბნები მე გავალ მეთქი და არა ვაკიღავია. და ბადრი უკითხავს საარჩევნო პროგრამას. ბიძინა ივანიშვილს. წაუკითხა თავიდან ბოლომდე მთელი პროგრამა. ბადრი პატრაკაცშვილის საპრეზიდენტო საარჩევნო პროგრამა. რაზეც კენჭს იყრიდა რა. მაგრამ ამ დროს ბიძინა ივანიშვილი თუ არ ვწდები მიშას უჭერს ხარს. არ ვიცი. ფაქტია, მე რო ვიცი რომ მე არ ამგონია რომ მაშინ ბიძინა მაშინ მიშას უჭერდა მხარს. ეს არის ჭორი რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი და ბადრი ერთმანეთთან არ იყვნენ კარგ ურთიერთობაში. მაშინ როცა ჩემი თანდასწრებით ბიძინას ხმაც მესმოდა და ბადრიც ელაპარაკებოდა ჩემი თანდასწრებით. ხა მე რაღაც აფრებს ხوار ვიგონებ, გეუბნები ეგრე იყო. თუ ესეთ ცუდი ურთიერთობა გქონდათ, ბიძინამ რატო დაურეკა და ბადრიმ რატო წაუკითხა მთელი საარჩევნო პროგრამა და იმან ჩევები მიცა ესე კი არა იქითკენ ესე გაასწორე და საბოლოო პროგრამა რომელიც გაასწორა ბიძინასთან იყო ეს პროგრამა შეთანხმებული. მაშინ ეგ როგორ ხდება? თუ ეგრე იყო და დაპირისპირებულები იყვნენ. და ის სააკაშვილის თუ უჭერდა მხარს, რაც რა თქმა უნდა ტყუილია. და უფრო მეც გეტყვი, მე როცა ციხიდან ახალი გამოსული ვიყავი, კოკა ყანდიაშვილს თხოვე ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ. და კოკა ყანდიაშვილმა გამიკეთა ეს ინტერვიუ და ბიძინა მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო, 13 წელს არის ეს ამ ინტერვიუზე საუბარი, რომელიც საკმაოდ კაი ინტერვიუ გამოვიდა. ბიძინასთან რომ მივედით, ბიძინამ თქვა რომ მე ვიცი რომ შენ ბადრისთან მეგობრობდი, აი ურთიერთობა ქონდა და ძალიან გამიხარდა რომ გამოხვედი ციხიდან და რაღაცა და მას ეგონა რომ გაზეთისთვის ვართმევდი მარტო ინტერვიუს, მაგრამ მე ვითხოვე მაშინ აპარატურა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან. ჩემი ყოფილი სარეკლამო დირექტორი იყო მაშინ დირექტორი და მან მათხოვა ეს აპარატურა და მთელი ინტერვიუ ჩავწერე ბიძინა ივანიშვილთან. ასე რომ ეს დამოკიდებულება იმისი რომ აი ბიძინა ივანიშვილი და ბადრი დაპირისპირებულები იყვნენ აბსოლუტური ტყუილია რა. როგორ იძაბება თქვენ შორის ურთიერთობა ისე რომ საბოლოო ჯამში თქვენი დაკავება ხდება საჭირო? მე ვიცი რომ ეს საერთოდ უკავშირდება ტელეკომპანია კავკასიაში. არა, ეგ დადგმული იყო. მას და ამიტომ კითხვაც ეს იყო რომ რატო არ იყავით უფრო ფრთხილად, იმიტომ რომ ხო იცით რომ რა სასახად თქვენ მიყავებით რომ წინაპირობას არსებობს რომ მიშა გებძვით. აი თქვენ მეგობარს ვიცი ყველანაირად მებძვის რა ყველა ბიზნეს კომპანიას აუგზალა რომ ჩვენთან რეკლამა განეთავსებინათ. პირდაპირ გეუნები. ჯორჯენ ტაიმში რეკლამას ვერ ათავსებდა ვერცეთ კომპანია. აკრძალული ქონდა. ჩემთვის ეს ძალიან გასაგები და ბუნებრივი ამბავია. ხო, მაგრამ ხო წარმოგიდგენია ეხლაც არ მყვება თან მე არც ეხლა თავსებენ რეკლამას, მაგრამ მე გეუბნები რომ პირდაპირ მითითება ქონდათ, რომ ვინც განათავსებდა პრობლემებს უქმნიდნენ სერიოზულს. მეგობრებო, ხა მე 95 წლიდან ბიზნეს დაჯილდოებას ვატარებ და ყველა ბიზნეს კომპანიას ვიცნობ კარგად. მეგობრები არიან და დაჯილდოებას ვატარებ, მთელი სისტემა მაქვს შექმნილი და ეს ბიზნეს კომპანიები თან მეგობრობდნენ და თან აი როგორი უხერხული იყო მაგათთვის რომ ეთქვათ რომ აი არ შეგვილია რა რომ რეკლამა მოგცეთ, იმიტომ რომ პრობლემები შეგვექმნება. მაგრამ იძულებულები იყვნენ რომ ესე ეთქვათ.
და ყველანაირად ზღუდავს და მე საერთოდ მათთან მაგასთან ბრძოლა დავიწყე ჯერ უნივერსიტეტიდან რა. მე ირაკლი ბათიაშვილი, მამუკა არეშიძე, გია კობახიძე, მიშა ქურდიანი, თემურ შაშიაშვილი, ეს ჯგუფი მერაბ ჯიბლაძე ვიყავი ჯგუფი, რომლებიც გამოუცხადეთ მიშა სააკაშვილის ბრძოლა, რომ უნივერსიტეტში რექტორი არ გაეყვანა და მიშა ქურდიანის მხარდასაჭერად დავიწყეთ აქციების მოწყობა. და ამ პერიოდში ეს დაჩი ცაგურია, ყველა ესენი იყვნენ მან ჩართული, რომ ჩვენ მხარეს რა თქმა უნდა. და დიდი ომი ქონდა გაჩაღებული მაგის წინააღმდეგ. გახსოვს მაშინ როგორ დანიშნეს, ლორდ ჩიფანიძე დანიშნეს თუ ძალი დაირჩიეს. ხალხი მხარს უჭერდა მიშა ქურდიანს, მაშინ ჩვენი საძმოს წევრი იყო, მაგნაფიცი იყო ჩვენი. ამ ხალხთან ერთად ვინ ჩამოთვალე ირაკლი ბათიაშვილი და ყველა. და ამის შემდეგ დაიწყეს უკვე ირაკლი ბათიაშვილზე ნადირობა. და ირაკლი ბათიაშვილი დაიჭირეს მაგის შემდეგ. და მე და ირაკლი ბათიაშვილი ერთი ოჯახი ვართ რა. ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული ერთად ავართ სულ და ნუ ეხლა რა თქმა უნდა ჩემში უფრო მეტი აგრესია მოყვა ამ ყველაფერს და დამოკიდებულება და დავიწყე ნუ აი პირდაპირი ომი ამ ტიპის წინააღმდეგ, რომელიც მიმაჩნდა, რომ საქართველოს დამღუპელი ძალა იყო, რომელიც ანადგურებდა და სპობდა. ინტელიგენციას ჩარეცხა, ხო გახსოვს რა სიტყვებსაც ხმარობდა, ჩარეცხილი ინტელიგენცია, ყველაფერი ეროვნული თუ რამე იყო, ყველაფერი გაანადგურა ამ კაცმა. თუ რამე შეეძლო, უნივერსიტეტიდან დაიწყო და უნივერსიტეტში ისინი დანიშნა უშიშროების თანამშრომლები დანიშნა, რომელიც რექტორი ნაბიჯს ვერ დგამდა უშიშროების თანამშრომლის გარეშე. ODR-ი მართავდა ყველა უმაღლეს სასწავლებელს და უნივერსიტეტს. და მთავარი დაპირისპირება რაც საიდან წამოვიდა. 2008 წელს, როდესაც ჩვენმა მიხეილ დიდმა გადაწყვიტა, რომ აეღო იერიშით ცხინვალი და მოეხდინა ნაპოლეონის ხუდის მორგება საკუთარ თავზე. მე და ირაკლი ბათიაშვილი ვიყავით მაშინ, როდესაც ეს კაცი გავაკრიტიკეთ ღიად და ვთქვით, რომ ეს არ შეიძლება, დაუშვებელია. თუმცა მაშინ ყველა ოპოზიციურმა ძალამ თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს და აღდგეს. ყველამ თქვა მაშინ. მე და ირაკლი ბათიაშვილი ვიყავთ, რომელიც ვთქვით, რომ ეს არის ხაფანგი, ამ ხაფანგის შედეგად მოხდება შეტყუება საქართველოსი და შემდეგ საქართველოს ძალიან დაზარალდება. ყველამ თქვა რა ხარი დაუჭირეს მიშას კამპანია. თითქმის ყველა ოპოზიციურმა ხასუსომ, ოპოზიციურმა ძალამ ყველამ ხარი დაუჭირეს. მოქმედი ოპოზიციური ძალა. გაჩეჩილაძე, გამყრელიძე, რა ვინც იყვნენ, არ გახსოვს მაშინ ამ პერიოდში 2008 წლამდე. ცოტა აჭრელი სიტუაცია იმ პერიოდში საპარლამენტო არჩევნებზე ზოგი შევიდა. რესპუბლიკელებმა ვინც იყვნენ მაშინ ეს ზვიად ძიძიგური, ვინც იყვნენ, ყველამ ხარი დაუჭირა თქვენს, რომ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს და აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მაშინ თქვით, რომ ეს არის ხაფანგი, არანაირი ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, ამას მოყვება ეს, რაც მოყვება. ნუ ამაზე რა თქმა უნდა ეხლა თლად გადაირია და გაგიჟდა. შემდეგ 2008 წლის შემდეგ, როცა დაიწყო ეს მძიმე პროცესები, მე დამირეკა მაქსიმ შევჩენკომ და მითხრა, რომ მალხას გერმანიაში ტარდება კონფერენცია, სადაც გერმანელები და რუსები აპირებენ, რომ განეხილონ 2008 წლის ღონისძიება, რაც მოხდა, როგორც მოხდა, რანაირად. საქართველოს წარმომადგენელი არავინ არ არის. მე გთავაზობ, რომ ჩამოხვიდე შენ და დაიცვე საქართველოს პოზიციები. მე ვთქვი, კი ბატონო, ჩავედი, დავიცავი საქართველოს პოზიციები, აღნიშნე გერმანულმა გაზეთებმა ყველა, რუსეთსაც მივახურე და გერმანიასაც. გერმანიას ვთქვი, მე ვთქვი, ტანკი გიდგათ აქ, რუსული ტანკი გიდგათ, მე ვთქვი, ძეგლის სახით, მე ვთქვი, ძალიან სიამოვნებთ ეს ტანკი რო გიდგათ მეთქი აქ. ეხლა რუსებთან ერთად რო განიხილავთ, რომ რაღაცა სპეცოპერაცია ჩაატარა რუსეთმა, საქართველოს ტერიტორია დაიპყრო, ეგრე სად არის, მე ვთქვი და ამ ყველაფერმა შემდეგ მიგვიყვანა იქამდე, რომ ჩამოვაყალიბეთ კომისია, საზოგადოებრივი პალატასთან ერთად რუსეთის,
რომ ეს 2008 წლის დაუძლეველი პრობლემები გადაგვეწყვიტა ერთად. და ამიტომ იყო მე მახსოვს რომ მაშინ თქვენზე იყო გავრცელებული კამპანია რომ ხართ პრორუსი და ხო, კი ბატონო. ხო და ამას ესედო საფუძვლად მაგას დაუდეს საფუძვლად კი. და შევქმნი კომისია, საზოგადოებრივი კომისია. ახლა კომისიის შემადგენლობაში ვინ შედიოდა? მამუკა არეშიძე, ტატო ლასხიშვილი, გოგი ქავთარაძე, სოსო ჯაჯულიანი და უწმინდესთან მივედი. თავიდან მინდოდა რომ მეუფე ისაია ყოფილიყო ამ კომისიის წევრი, მაგრამ მეუფე ისაიას ტელეხიდი ჰქონდა რუსებთან და ცოტა კონფლიქტური სიტუაცია წარმოიქმნა იქ მაშინ. და მე უწმინდესთან მივედი და უთხრა რომ უწმინდესო მეთქი, იქნება მეთქი, ისე გავაკეთოთ მეთქი უწმინდესო მეთქი, რომ ვინმე ისეთი მომცეთ მეთქი, რომ ცოტა დიპლომატიური იყოს მეთქი ამ რუსებთან ურთიერთობაში მეთქი. ეხლა მე ვერ მივიდოდი იმასთან, რა ქვია, ვანო მერაბიშვილთან და სააკაშვილთან, რომ მივდივარ კომისია მიმყავს ამ შემდეგ, მაგრამ ბაქრაძესთან, დათო ბაქრაძესთან მქონდა კომუნიკაცია და უთხრა რომ ესე ვაპირებთ. ჩვენ ჩასვლას იქ და ასე შემდეგ. რუსეთში 2008 წელს. და უწმინდესმა მაშინ საკურთხეველში მიმიღო სამების სურათსაც განახებ მე თუ გაინტერესებს. და მეუფე პეტრეს დაავალა ცაავას რომ წამოსულიყო ჩვენთან ერთად დელეგაციაში. ნუ ახლა მე მითხრა მაშინ ირაკლი ბათიაშვილმა რომ ეს მეუფე პეტრე არის სააკაშვილის შვილის ნათლია. და აი რატომ იმუდის ახლა მე ვთქვა ახლა რაც გადაწყვეტა უწმინდესმა მე რაშუაში ვარ. წავედით ერთად ამ რუსეთში და საკმაოდ საინტერესო შეხვედრები ჰქონდა. მათ შორის ოსებთან, აფხაზებთან, თელ ამ რუსეთის წრეებთან და ის გავაკეთეთ, რომ სამხედრო კომისია შევქმნი და ის ჯარისკაცები, რომლებიც ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც უგზო-უკლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ, მათგან ავიღეთ სია, ესენი სად იყვნენ დაკრძალულები. და მე გადავეცით შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს სია, რომ აი სად იყვნენ, როგორ იყვნენ რაღაცა და გვინდოდა რომ ამაში ჩართულები ყოფილიყო ნათელა აკაბა აფხაზეთიდან და კოსტა კოჩეევი, რომელიც ასევე ოსეთიდან აი ამ რაღაც ჰუმანიტარული საკითხების დარეგულირებას შეუწყობდნენ ხელს. ყოველგვარი პოლიტიკის და ყოველგვარი რაღაც პარტიების და ასე შემდეგ გარეშე. შემდეგ, როდესაც ჩვენ ჩამოვედით იქიდან, გადავწყვიტე რომ ეს კომისია მომეწვია მე საქართველოში. და როდესაც მოვიწვიე ეს კომისია, მაქსიმ შევჩენკო, ალან კასაევი და მამონტოვი იყო ესეთი, ვლადიმერ მამონტოვი, იზვესციას მთავარი რედაქტორი. მამონტოვი და შევჩენკო არ შემოუშვა სააკაშვილმა ქალაქში, ანუ გაუშვეს ერევანში, დეპორტი გაუკეთეს საქართველოს აეროპორტიდან და ეს ვიზიტი მე ასევე დათო ბაქრაძესთან მქონდა ნალაპარაკები, რომ ეს ჩამოდიან და დათო ბაქრაძე აპირებდა მასთან შეხვედრას იქ რუსუდან კერვალიშვილი შეხვდა, ალან კასაევი იყო რია ნოვოსტის ჟურნალისტი. ხო და მაშინ პატრიარქთანაც უნდა ყოფილიყო შეხვედრა და რახან შევჩენკო და ეს მამონტოვი არ შემოუშვეს საქართველოში. მე ვიყავი მისული პატრიარქთან, ალან კასაევთან ერთად და მაშინ პატრიარქმა თქვა, რომ არსად არ გაგონილაო, რომ საქართველოში სტუმარი ესე გაეწევებინათო. მაშინ თქვა პატრიარქმა ესე სიტყვას. ეს სურათები ყველაფერი არსებობს, გადაღებული ალან კასაევი. და ალან კასაევის შეხვედრები შედგა მე რუსუდან კერვალიშვილთან, დათო ბაქრაძე ყვი აღარ შეხვდა, მაგრამ რუსუდან კერვალიშვილი პირველი ვიცე-სპიკერი იყო მაშინ და ის შეხვდა მას. კულტურული ინტელიგენცია, ნუ პატრიარქი თავისთავად და სხვადასხვა პოლიტიკური ძალებიც შეხვდნენ და თავიანთი მოძრაობები გააცდნენ. ამის შემდეგ ეს ხდება 2009 წელს. 2009 წელსვე, ეს გაზაფხულზე, 2009 წელსვე რია ნოვოსტი ატარებს კონფერენციას, ქვია ევრაზიის მედია ფორუმი. სადაც საქართველოსთან 14 ჟურნალისტი მივემგზავრებით მოსკოვში კონფერენციაზე. და რადგანაც საჰაერო მიმოსვლა შეზღუდულია 2008 წლის შემდეგ და ამ შემდეგ თურქეთში ჩავფრინდი და თურქეთიდან ჩავფრინდით მოსკოვში. და ამ ფორუმზე მე მთხოვეს რომ დამეკავებინა პრეზიდიუმში ადგილი. აუ პრეზიდიუმში და
კავშირგაბმულობის და ტრანსპორტის მინისტრი ლავროვი ეს რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე და დანარჩენი ეს ჟურნალისტები, ჩვენი ჟურნალისტები დარბაზშია. მოვიდა მედვედევი, დიმიტრი მედვედევი. და დაიწყო საუბარი და მე კითხვები ვისაგა. მედვედევი პრეზიდენტია. პრეზიდენტია ამ დროს. ხო და კითხვები ვისაგა და მე მაქვს მეთქი კითხვები მეთქი. ჯერ წიგნი მივეცი ჩემი დაბეჭდილი რუსულ ენაზე, მეთქე წაიკითხეთ მეთქი. წიგნს ქვია Кутск правде объединенного Кавказа, мирному Кавказу объединенной Грузии. ესე ქვია წიგნს. ჩემი გამოსვლებია სხვადასხვა კონფერენციებზე და ამ შემდეგ, სადაც ამ კავკასიურ პოლიტიკაზე მაქვს ძირითადი ნაშრომი გაკეთებული. რაზეც მე სადოქტორო მაქვს დაცული საერთაშორისო ურთიერთობებში. და ამ წიგნს რო ვაძლევ, ვეუბნები რომ თან კითხვები მაქვს მეთქი და კითხვებს სვამ რომ მეთქი ჩვენ მეთქი არც ოპოზიცია ვართ, არც ხელისუფლება, მაგრამ ამიხსენი მეთქი ხა თქვენ რას მიაღწიეთ მეთქი რომ საჰაერო მიმოსვლა დაკეთეთ მეთქი, უვიზო მიმოსვლა არ არის მეთქი რუსეთსა და საქართველოს შორის და პროდუქცია რატო არ იყიდება ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე, რატო გაქვთ ეს სამი რაღაცა აკრძალული მეთქი. ნუ აი ეს გამოაცხადა რუსთავიორმა მაშინ იცი ვინც მართავდა ხვდები სააკაშვილის დროს და იმედმა გამოაცხადა როგორც ერის გაყიდვის სტოლპასი, რომ აი ეს იყო თურმე სამშობლოს ღალატი. რომ მე ვსაუბრობ იმ თემებზე, რაც ხალხს ანაღვლებს. რომ აი საჰაერო მიმოსვლა არ უნდა აღდგეს, არც პროდუქცია არ უნდა დაიშვეს რუსულ ბაზარზე ქართული, რაც ეხლა ხან შესრულდა, ხო? მაშინ 2008 წელზე, 2009 წელზე ვსაუბრობ ეხლა. ამის შემდეგ აშკარად უკვე დაიწყეს ნადირობა პირდაპირ. და კონფერენციაზე ვიყავი ვენაში, აქ ჩემი შვილი გააჩერეს, იარაღი დაადეს. ნაუთხეს მამაში თუ არ გაჩერდება, შუბლს გაგიხვრითავთო პოლიციელებმა, ოღონდ სამოქალაქო დასასრულით. მე რომ ჩამოვედი ეს ყველაფერი გავიგე ვენიდან, მე ლევან პირველი ვიყავით ერთად კონფერენცია ჰქონდა ავსტრიის თავისუფლების პარტიასთან ერთად შტრახე რო არის და ეხლა კიკლი რო არის. ეხლა ვინც არის პრეზიდენტი იმისი ავსტრიის. ეს ყველა ის მაშინ მონაწილეობდა. და ვეუბნები რომ ხელისუფლებას წაუყენე პრეტენზია რომ მეთქიეთ, გამაგებინეთ მეთქი ეს რა ქმედება იყო მეთქი და გამოიძიეს, ვერაფერი ვერ გამოიძიეს. რა უნდა გამოიძიებინა, ხა თავი ეს თავს გუცხო არ მოჭრიდნენ თავის შვილს. და გავბრაზდი და დავხურე გაზეთი. გამოაცხადე რომ სანამ არ გამოიძიებთ, მე ამ გაზეთს ვაჩერებ გამოცემას და ასე შემდეგ და ამ გაზეთის გამოცემა რო გავაჩერე, ძალიან დიდი რეზონანსი მოყვა ამას ყველაფერს. და მე ეს ბოლოს ბაქრაძემ დამირეკა და მეუბნება რომ იქნება უაღანდგინო გაზეთიო და აიო ჩვენო ერთი კაცი ვნახეთო, ვინცო ამ იმართულებითო ესო ნაბიჯი გადადგაო და ბოდიშ მოგიხდის. მე თქვენ რას ბოდიშ მომიხდის, რას ნიშნავს? შვილს იარაღი დაადე და ბოდიშ მომიხდის. მეთქი დასაჯეთ მეთქი. მე ვარ შემიძლია მეტი არაფერი ვთქვა. და ესე დამთავრდა ეს ყველაფერი. ამის შემდეგ მიდის უკვე ეს ერთი ფრონტი გადავლახეთ და მეორე ფრონტი შევქმენი სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა. ესე იგი ვინ ვიყავით? ლევან ჩაჩუა, ნანა დევდარიანი, მამუკა გიორგაძე, შოთა აფხაიძე და რატი მაისურაძე. ესენი ვიყავით ძირითადად ელიზბარ ჯაველიძე, ზურაბ ქაფიანიძე, რეზო ამაშუკელი და ასე შემდეგ, რომელიც იმ წუთშივე გამოგვიცხადა ბრძოლა ეკაკვესიდაძემ, ხო? რომ ეს არის რაღაცა ძალოვანი სტრუქტურა, რომელიც გვემუქრება განადგურებით, ანუ მარგინალიზაცია დაიწყეს იმ წუთშივე, რომ სახალხო მართლმადიდებლური გაინახეს ხალხი ბევრი მხარს გვიჭერს, იქ რაღაც წვლები მოდიან, რაღაცა და მე იმ საღამოს მოაწყვეს კაკრასის პროვოკაცია, რაც ტელეკომპანია კავკასიაში მოაწყვეს. როგორც იყო და რანაირად, ალბათ იცი, თუ არ იცი ეს რა ხდებოდა. მე კი ვიცი, მაგრამ ყველა მაყურებელს არ ეცოდინება და ამიტომ კაი იქნება თუ ზოგადად მოუყვა. ხო, ნუ მოკლედ და გთხოვეს რომ მივსულიყავით ეთერში და დაგვახვედრეს ეს გაგანია ლიბერ
ფაშისტური დაჯგუფება ეს სერგო რატიანი და ეს ვიღაცა რომანა კევხიშვილი და ვიღაცეები, რომლებაც პირდაპირ პროვოკაციას დაიწყეს წასვლა. თორცდებით დისკუსიის თემა არის ერეკლე დეისაძის სკანდალური წიგნი საიდუმლო სიროვა. კი, ეგრე იყო ნამდვილად. და მე ვეუბნები რომ სახელმწიფო ინსტიტუტში პრეზენტაციას რატო ატარებთ ესეთი კრეხელური წიგნის. მე ერეკლე დეისაძესთან კი არ მქონდა პრეტენზია. მაგათ ვეკითხები. თქვენ ხო ხართ ილიუანის უნივერსიტეტი? ხო არის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აი სახელმწიფო უნივერსიტეტის რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. თქვენ რა უფლებით ატარებთ ესეთი კრეხელური წიგნის პრეზენტაციას? ნუ ამას მოყვა, რაც მოყვა. იქ ჭუბი მოყვა, იქ ახალგაზრდები ჟურნალისტიკაცი ხარ და კრეხელური წიგნი როგორია? აი ეგენია კრეხელური წიგნი, რომელიც ილანძღება და იფურთხება ჩემ რელიგიურ გზნობებს შეურაცხყოფს. კრეხელური წიგნია, რა თქმა უნდა. რომელიც ჩემს რელიგიურ გზნობებს შეურაცხყოფს, რომელიც ღვთისმშობელს შეურაცხყოფს, რომელიც ჩემს ხატებს შეურაცხყოფს და ყველაფერს. მე რომ ჟურნალისტი ვარ, პირველ რიგში ქართველი ვარ და პირველ რიგში ქრისტიანი ვარ. და მან მე როგორც ვიცი თქვენ ფიზიკურ ძალადობას გედავებოდნენ. მე ხელი არავისთვის არ დამედია. ფიზიკური ძალადობა მოხდა იქ სპეციალურად. ვიღაცეები გამოფრინდნენ სადღაც სპეციალურად გადაცმული, როგორც ჩვენ სპეცნაზელები იყვნენ, რომლებაც ჭუბი ატეხეს იქ სპეციალურად. და ამ ჭუბს მოყვა ის, რომ იქ ვიღაცეები დაზიანდნენ. და ამის გამო იქ ეთერიდან წაიყვანეს ხალხი, ლევან ჩაჩუა ვიღაცები დაიჭირეს მაშინ. ეს იყო და ეს. ნუ ამის შემდეგ მე მივდივარ ამ სასამართლოსთან, მდგები, ვეუბნები რომ ეს არ შეიძლება დაუშვებელია, შემდეგ ასე მეც დამკითხეთ, მე არ მკითხავენ სპეციალურად რაღაცა. მეორე დღეს უკვე საუბარი მიდის რომ ეს ჩვენ რაღაცა საქმეებს ხსავენ, რაღაცა რუსეთი აფინანსებდა და რაღაცათა სისულელეებდა, რომ უნდათ რომ ხო, პარალელურად ჩემი შვილი გაიტაცეს კიდევ ამ სპეცნაზელებმა. და სახთან მოსული გაიტაცეს და მთელი ამბები იყო მოკლედ ერთი სიტყვით. და იძულებული ვიყავი რომ დამეტოვებინა საქართველოს შვილთან ერთად და ჩემი სოფლიდან გადავიდი 35 კილომეტრი ფეხით სოფელ მონასტერში. იმიტომ რომ პასპორტი ჩემს შვილს ვადაგადაცილებული ჰქონდა და იძულებული ვიყავი რომ წავსულიყავი და ერთი წელი ვიცხოვრე იძულებულად რუსეთში. ჩემო შვილმა ჩააბარა სლოვაკეთში დაუსწრებლად და უნდა წავსულიყავით იქ, მაგრამ ვადაგადაცილებული რახან ჰქონდა პასპორტს, უბრალოდ ფიზიკურად ვერ ვახერხებდით ევროპაში წასვლას და ჩამოვედით მე აზერბაიჯანში. და 6 თვე ვიცხოვრეთ აზერბაიჯანში. აზერბაიჯანში ახლა ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა ახლობელი, ვინც გვერდში მედგა მეტნაკლებად, მაგრამ მათ პირდაპირ მითხრეს, რომ ჩვენ აქ სამუშაოს ვერ მოგცემთ, იმიტომ რომ ილხამ ალიევი და სააკაშვილი მეგობრობენ და როგორ გაგვიგებენ ჩვენ, რომ ახლა ჩვენ აქ სამსახური მოგცეთ რაღაცა და ну რაღაცა ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ აზრი სკარგავდა უკვე შვილისთვის მომავალი იკარგებოდა, იმიტომ რომ ახლა უმაღლეს ჩააბარა და ვერსად ვერ მიდიოდა. ბაქოში სად უნდა ესწავლა, ხო, აქ ესეთი სიტუაცია იყო და გადავწყვიტე რომ ეხა აქ დგომას და ორმლას მივსულიყავი და ჩავბარებულიყავი რომ ციხეში დავეჭირეთ მე და ну ჩემ შვილს იმედია გამოუშვებდნენ. არანაირი შეთანხმება არაფერი. შალვა თადუმაძე იყო ჩემი ადვოკატი მაშინ. შალვა მითხრა რომ ახან შენ გადაწყვიტე რომ ციხეში წახვიდე, ახლა მე ადვოკატად აღარ გჭირდები, დაჭერით ისედაც დაგიჭერე. ჩამოვედით წითელხიდზე და ჩავბარდით. თვალებს არ დაუჯერეს რომ ჩამოვედი და ჩავბარდით. ათასნაირი ლეგენდები შექმნეს, რომ ეს იმიტომ ჩამოვიდა, რომ აქ რაღაცა გეგმა აქვს ბიძინა ივანიშვილს, მას შემოამზავნა და მაშინ ბიძინა უკვე გააქტიურებულია. უგანო ჩემი შვილი გაანთავისუფლეს და მე დამიჭირეს წელიწად ნახევარი, მომანიჭეს მოსახდელი ვადა და წელიწადს და 3 დღეში გამოვედი, მეხებოდა უდო, მანამდე არ შემახეს. და როგორც კი ქართული ოცნება მოვიდა, სოზარ სუბარი გახდა მინისტრი და სრულიად შემთხვევით გავიგე ტელევიზორში ჭადრაკს თამაშობდი მეგობრებთან ერთად ციხეში და ორთაჭალის ციხეში და სოზარმა თქვა რომ დღეს თქვენი კოლეგა მალხაზ გულაშვილი დატოვებს ციხეს. და ესე გავიგე რომ თავისუფლებოდი და გამოვედი
28 ოქტომბერს. 1 ოქტომბერს ხო გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ და 28 ოქტომბერს გამოვედი 2012 წლის ციხიდან. იმის შემდეგ გამოვედი, აღვადგინე ინგლისურენოვანი გაზეთი და დავიწყე და შემდეგ უკვე აღვადგინე ქართულენოვანი გაზეთი და უკვე ონლაინ გაზეთზე გადავედი მთლიანად. და შემდეგ ცოტა მოგვიანებით გოგა ხაინდრავასთან დიდი ხანია მეგობრობდა რადიოს ყიდი და რადიოს სიხშირეს ვიყიდე რადიოს სიხშირე და ამ რადიოს სიხშირეს საფუძველზე უკვე შევქმენი კვლავ ავაღორძინე Georgian Times-ი და დღეს არის რადიო, ტელევიზია და გაზეთი, ონლაინ გაზეთი. აი 10 წლეულებად რო დავყოთ, როცა თქვენ მედიაში მოღვაწეობდით, აი 90-იანების 10 წლეული, 2000-იანების და 2010-იანების 10 წლეული, რა შეიცვალა ქართულ მედიაში, ესე რომ შემახედოთ და რა არის იგივე? ფული როგორც არ იყო ქართულ მედიაში, ისე არ არის ფული. თუ ვინმე პატრონი არ აკავს და არ გაფინანსებს რომელიმე პოლიტიკური ძალა მედიას შემოსავალი არ ექნება, ეს არის ცალსახა და ეს არ შეცვლილა რა. ეს ესევე დარჩა. როგორც ადრე იყო მონოპოლიზირებული მედია, რესურსები, ფინანსური, სააკაშვილის დროსაც და შემდეგაც და ეხლაც და მომავალშიც ესე არის დღესაც და ესეც შევა რა. ეხლა მაგალითად რეიტინგი რაც უნდა მაღალი დადო მედიაში. მაინც სარეკლამო ფული არ შეგვხვდება. იმიტომ რომ მონოპოლიზირებულია. ერთი მხრივ ოპოზიციას აქვს მონოპოლიზირებული თავის სარეკლამო ბიუჯეტები და მეორე მხრივ ხელისუფლებას აქვს მონოპოლიზირებული სარეკლამო ბიუჯეტი. და მედია, თავისუფალი მედია როგორ უნდა განვითარდეს, თუ რეკლამიდან შემოსავალი არ შესდის. ხო? ერთადერთი ვარიანტია რომ შენ თვითონ გამოძებნო რაღაცა ფინანსური რესურსი და შენ თვითონ აფინანსო. ეს მოხედვა ხო არ იქნება. ხო, ეგ არის რა. ვიღაც ინტერესი აქვს, რომ სიმართლე ილაპარაკოს და აფინანსოს. ერთ დაშვებას გავაკეთებ მაშინ. პირობითად აი რომ წარმოვიდგინოთ ისეთი სიურრეალისტური სამყარო, სადაც აი პოლიტიკური ფული პირდაპირ გაგებით მართლა რომ დაგვეცვა კანონისის მოთხოვნები, რომ მედია არ უნდა იყოს პოლიტიკური, უნდა იყოს მიუკერძოებელი ოფიციალური და ასე შემდეგ. აი ამ შემთხვევაში საქართველოში რამე ბაზარი გაჩნდებოდა თქვენი დაკვირვებით, რაც თქვენ გამოცდილება გაქვთ, რომ მედიას თავისი თავი თვითონ შეენახა. პოლიტიკოსებს რა გაეფუჭებინათ მარტივად რომ. მოდი ესე ვთქვათ. ჩვენ ქონდა კანონ პროექტი, როგორც არის საფრანგეთში მიღებული. ეს კანონ პროექტი შევთავაზეთ ხელისუფლებას მაშინ. ეს არის აბსოლუტურად ვალდებულებების გარეშე დაფინანსება მედიის. გაზეთებს იგულისხმობდი მაშინ. ფრანგული მედია როგორ ფინანსდება? სპეციალური ფონდია და ფრანგულ პრესას ეძლევა გრანტების სახით. არანაირი ვალდებულება ამ მედიას მთავრობასთან მიმართებაში არ აქვს. საერთოდ. ესეთი მოდელი არსებობს. არსებობს კიდე სხვადასხვა ქვეყნის მოდელი, მაგალითად დანიას აქვს მოდელი, გამოწერების სისტემა აქვს. ჩვენთან გამოწერების სისტემაც მოშლილია გაზეთების. აი გაზეთები რატო ყდებიან საქართველოში? ტექნოლოგიებმაც შეუწყო. ხო, ვიგე, მაგრამ რატო ყდებიან გაზეთები ხა? ტექნოლოგიები რა, დანიაში არ მოქმედებს ტექნოლოგია? როგორ პრობლემა აქვს საგაზეთო ბაზარზე? მე სოფლიო პრესის კონგრესის წევრი ვარ და ბევრჯერ შევხვედრილი ვარ აი ხლა აი ესე მე და შენ როგორ ვძივართ New York Times-ის გამომცემელი, Figaro, Le Monde, Washington Post-ი, Los Angeles Times-ი, Hindustan Times-ი, ასახის სიბუნი და ასე შემდეგ. ვისაუბრია ამ თემებზე. და ყველა იძახის, რომ ეს არის ტყუილი, რომ ტექნოლოგიები ამცირებს. კი, ამცირებს ცოტათი, მაგრამ მნიშვნელოვნად არ ამცირებს. უნდა აუწყოთ ხელი ამ თანამედროვე ტექნოლოგიას. აი დანიაში მაგალითად, პატარა ქვეყანაა, ხო დანია ახლა არც ისეთი დიდი ქვეყანაა. ყოველდღიური გაზეთს აი რამდენი იქნება ტირაჟი. ყოველდღიურ გაზეთს. რა ვიცი, სწავლენა. 5 მილიონი აქვს ტირაჟი. გამოწერების ხარჯზე. გამოწერა არა, ჩვეულებრივ ყველა დანიელი თვლის, რომ უნდა კონდეს ქვეყანაში გაზეთი, რომელსაც დილას მიიღებს საუზმის დროს.
შეიძლება ცოტა უცნაური ფეტიში აქვს და ამ შემთხვევაში. რვა გულდენი ღირს თითო ეს გაზეთის ასე ვთქვათ ყიდვა ქუჩაში და გამოწერთ უბრალოდ. არ ვიცი უცნაური ფეტიში აქვს თუ რაღაცა, ანუ ფაქტია რომ გაზეთი არის. საქართველოში ყოველდღიური გაზეთი მითხარი რომელია, რომელიც ქაღალდზე გამოდის. New York Times-ი ხო გამოდის ამერიკაში? მე მგონი ამერიკა სხვა ბაზარია. მე უბრალოდ ტექნოლოგია საფრანგეთშიც ხო გამოდის გაზეთი რომელიც რამდენიმე დღეში რუსეთშიც ხო გამოდის, კაი ახლა უკრაინაშიც ხო გამოდის ყოველდღიური გაზეთი. ჩვენთან რატო არ გამოდის? ჩვენთანაც ხო გამოდიოდა. ყოველდღიური გაზეთი ვერ გამოდის. ფიზიკურად ხარჯს ვერ აუდიხარ. როგორ უნდა აუხიდე ხარჯს? გამოწერები არ არის, არაფერი არ არის, არანაირი სისტემა არ არის. საქართველოს პოსტა აქვს, მაგრამ პოსტის გარდა ყველაფერს ასრულებს, ხო, პოსტის საქმიანობის გარდა ყველაფერს ასრულებს. მე მახსოვს რომ თავის დროზე ჩვენ ვცადეთ გაზეთის გაკეთება და უბრალოდ სადისტრიბუციო ქსელი ისე იყო მოწყობილი ამ ქვეყანაში რომ ყველადად მომიკლა ნებისმიერი სურვილი მივხვდი რომ გაზეთების ბიზნესი საქართველოში არ იმუშავებს. ამიტომ განვითარდა ონლაინ მიმართულება. მოკლეს ქაღალდი, მაგრამ პირველი ქაღალდის გაზეთი მოკლა სააკაშვილმა. აკრძალა ქაღალდის, რომელი გაზეთიც მასზე ცუც წერდა, ну ცუც რა, ობიექტურს წერდა, რომ ხო, მაგრამ სავალდასავალი ხო ოთვისი არ იყო მთელი საღათ მოაზროვნე ადამიანი და ფსიქიატრებთან ქონდა ურთიერთობა, რომელი გაზეთი წერდა, ყველა აკრძალა, არც ერთი გაზეთი არ იყო. საიდან იცოდით ეს, საიდან ვიზთან ქონდა? გამოკვლევები გამოქვეყნდა მსოფლიოს ცნობილმა ფსიქიატრებმა გამოაქვეყნეს მაგაზე დასკვლანდადეს, არ ვიცი შენ წაკითხული გაქვს თუ არა. ჯორჯ ენტაინსმა გამოაქვეყნა, ალიემ და ორივე აკრძალა. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. რამე ხო არ იყო ისეთი რაც მე გამორჩა და შეიძლება საინტერესო იყოს ჩვენი გადაცემისთვის. შენ თუ გაქვს რამე კითხვა, მე მზადა ვარ გაქცე პასუხი. მადლობა საინტერესო საუბრისთვის კიდევ ერთხელ და წარმატებებს გისურვებთ. შენც ასევე ავალს და ეს წარე. მადლობა. გილოცავ დამბექს და დღეს არის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე და დღეს არის რეფერენდუმის დღე არის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო საქართველოსთვის და თუ ოდესმე საქართველოს აღუდგება ტერიტორიული მთლიანობა, მხოლოდ და მხოლოდ აი ამ რეფერენდუმის საფუძველზე, რომელიც 31 მარტს ზვიად გამსახურდიამ ჩაატარა. იცი ალბათ რა კითხვაც იყო დასმული. უჯერ თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ხარს 2018 წლის კონსტიტუციის საფუძველზე, სადაც აფხაზებმა და ოსებმა 99%-ით ხარი დაუჭირეს ამ რეფერენდუმს. რაც არის საფუძველთა საფუძველი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის. გეთანხმებით, მადლობა საინტერესო საუბრისთვის. სიხარით.